გამარჯობა, ეს არის ჩვენი სტუმარი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიბას პროფესორი, დიპლომატიის ისტორიის სამტომეულის ავტორი, რომელიც ისაუბრებს დიპლომატიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, იტალიის და გერმანიის გაერთიანებას და ყველა დროის ყველაზე დიდ კანცლერზე, ოტო ფონ ბისმარკზე. აი ბავშვო, ამას შეხედეთ და ეხლა საგან გადავალთ უშუალოდ იტალიის გაერთიანებაზე. გეტყვით, რომ შეგიძლიათ ნახოთ ძალიან საინტერესო ფილმი, თუ გახსოვთ ახლა Netflix-ში ბევრს გექნებათ. ხო და ამ ფილმს ქვია ბავშვების მატარებელი. Train of Children. იტალიურია, მაგრამ ინგლისური მითერია, დაბინგით რა ინგლისურად არის. და მოქმედება ხდება იტალიაში 1945 წელს, არ მეშლება. 19 საუკუნეში კი არა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ნაჩვენებია ეს გაუბუდურებული იტალია, ომით გაუბუდურებული, სადაც შიმშილია ძალიან სერიოზული, განსაკუთრებით შიმშილი არის სამხრეთში. სამხრეთი ყოველთვის იყო ძალიან ჩამორჩენილი. და ბავშვები მიყავთ სამხრეთიდან ჩრდილოეთში, ჩრდილოეთში არის ოჯახები, ვისაც აქვს ესე თქვა, კეთილინება რომ ბავშვები წაიყვანონ სამხრეთიდან და აჭამონ, ჩააცვან, გადაარჩინონ შიმშილით სიკვდილს. და ამ ბავშვებს სერიოზულად ეშინიათ და დედებიც საშინები და ბებიებიც, რო იქ თუ წახვალ, იქ შეგჭამენ. ცოცხლად იქ ჩრდილოეთში ბავშვებს ჭამენ ჩრდილოეთ იტალიაში. და მართლა ეშინიათ ამ ბავშვებს. სერიოზულად. და ეხლა ამასაც გეუბნებით, რომ 1945 წელსაც კი იტალია იყო ესეთი განსხვავებული. სამხრეთში ცხოვრობდა ძალიან საცოდავი, ღარიბი და ჩამორჩენილი ხალხი, გამონათლებელი და ჩრდილოეთი იყო გაცილებით განვითარებული. ეხლა წარმოვიდგინეთ, რა ვითარება იყო მე-19 საუკუნეში, ხო? და ნახეთ, რამდენიმე იტალია არსებობს. ყველაზე ჩამორჩენილი იყო ეს ორი სიცილიის სამეფო, ეძახდნენ ასევე ნეაპოლს. ეს სადაც ხვიჩა თამაშობდა. ნეაპოლი. და ვინც შეიძლება ვინმე იყავით ახლა ბოლო 2 წელი ძალიან პოპულარული ის იყო destination ნაპოლი ხვიჩას გამო და ყველა ამბობდა რომ ეს არის სუფთა თბილისი რაღაც 2000-იან წლები დააწყის ის კაი ქაოსი. ეგ ჩვენაირი ხალხია დაახლოებით ჩვენაირი ტემპერამენტის. უყვართ ცოტა ზარმაცები, უყვართ კარგად ცხოვრება, კარგი ღვინო აქვთ, შვენიერი ამინდი აქვთ, გადასარევი აქვთ კურორტები, მზე, მთები, ზღვა, ყველაფერი. ჩვენაირი ტემპერამენტის ხალხია. შემდეგ შუაში არის პაპის სამეფო. პაპს თავისი ტერიტორია ჰქონდა. იმ პერიოდშიც. მერე ცენტრალური იტალიის რაღაც ქვეყნები, აი უყურეთ ტოსკანა, მოდენა, პარმა. შემდეგ ზემოთ არის უყურეთ ლომბარდია და ვენეცია ერთად არის. ერთ არის, იმიტომ რომ ეს ორივე იყო ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში. ანუ იტალიელებს არ ეკუთვნოდათ როგორც ასეთი. და დაგვჭა კიდე ერთი ქვეყანა, შეხედეთ Kingdom of Sardinia, ღია ლურჯი. აქ და კიდევ ზემოთ პიემონტი როა წერია. იგივეა პიემონტი სარდინი ერთი ქვეყანა იყო და ეს პატარა ქვეყანა ერთი კუნძული იყო და ზემოთ რაღაცა მხარე რო აქვს. ტურინია მისი დედაქალაქი, საიდანაც ბიჭებმა იცით იუვენტუსია. აი ეს პატარა ქვეყანა აერთიანებს მერე მთელ იტალიას. ეხლა ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობები, ეს ყველაფერი საერთაშორისო ურთიერთობებზეა, ხო? დიპლომატია საერთაშორისო ურთიერთობებია, არა არის. არის ძალიან დაუნდობელი. საერთაშორისო ურთიერთობებში არავის არ უყვარს ძლიერი დიდი მეზობელი. ჩვენს ვარ უყვარს ჩვენ ძლიერი დიდი მეზობელი. არავის არსად არ უყვარს ძლიერი დიდი მეზობელი. ყველას ურჩევნია გვერდზე პატარა საცოდავი მეზობელი ყავდეს. იქიდან საფრთხე არ მოდის, თუ რამეა შენახეთ მარტივად დაჩაგრავ. ასაგებია, ხო? შესაბამისად იტალიის გაერთიანებას, ესე თქვათ. ალბათ მაინდა-მაინც არავის არ აწყობდა რა. ყველას უნდა რომ ყოფილიყო დაშლილი. ეს ერთი. მეორეც, ანუ იდეაში შენი გაერთიანება პრინციპში არავის არ უნდა. ეს ერთი პრობლემა გაერთიანებისთვის. მეორე პრობლემა გაერთიანებისთვის არის ის, რომ იტალიის ყველაზე უფრო განვითარებული კარგი მხარეები, ვენეცია და ლომბარდია, არის ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში, ეს ძლიერი იმპერიაა. ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე იმ დროს სოფლიოში, მაშინ მთელ სოფლიოს მართავდა 5 იმპერია, 5 დედაქალაქი. ვენა, ავსტრიის იმპერია, ეს დღევანდელი ავსტრია არ გიგონოთ. უზარმაზარი ტერიტორიები ჰქონდა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, დღევანდელი ხორვატია, რუმინეთის ნაწილი და რა ვიცი კიდე. ეს იტალია კიდე, ეხლანდელი უკრაინის ნაწილიც, პოლონეთის ნაწილიც და ასე შემდეგ. რუსეთის იმპერია თქვა უნდა, საფრანგეთი თავისთავად ცხადია, ბრიტანეთის იმპერია და პრუსია, რომელიც მოგვიანებით მერე გერმანიად იქცა, გერმანია გაერთიანა. 5 დედაქალაქი, ანუ პარიზი, ბერლინი, პეტერბურგი, ვენა და ლონდონი მართავს სოფლიოს. ხო და აქედან ერთ-ერთი შემადგენლობაში არის იტალიის ორი მხარე. როგორ წაგლიჯოთ? ვინ მოწაგლიჯოს? ამ ვინ უნდა ეომოს ახლა ამას? ამ საცოდავი დაშლილი იტალიიდან რომელი უნდა ეომოს? ვარიანტი არ არის, ხო? გამორიცხულია, ვერ წაარქვენ. ეს მეორე დიდი პრობლემა. მესამე დიდი პრობლემა იყო ის, რომ აბსოლუტურად ყველა ეს იტალიური სამეფო
გარდა იმისა, რომელიც არ შედიოდა ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში, იყო ჩამორჩენილი ეკონომიკურად, იყო ჩამორჩენილი ყველანაირად, მათ შორის განათლების მხრივ და ჯარით სუსტი ყავდა. კითხვა ჩდება ამ სიტუაციაში როგორ უნდა გავერთიანოთ იტალია, ვინ უნდა გაერთიანოს. და გამოჩნდება ადამიანი, რომელიც იმ პერიოდში ხდება 50-იან წლებში, 1850-იან წლებში ხდება, აი ამ სარდინიის კანცლერი, ეს არის კამილო კავური. სალომ კი მთხოვა, რომ ბისმარკი წამოწიეწინო, მაგრამ ჯერ იტალიის გაერთიანება და ვერ გამო. ხო. ხო და კამილო კაურმა გააწყვიტა იტალიის გაერთიანება. ნუ არა მარტივი ხო? რა უნდა ვქნათ? რა გზას დავადგეთ? პირველი ამოცანა უმთავრესი არის ის, რომ როგორც წაგვლიჯოთ ჩვენ ავსტრიას ეს ორი ტერიტორია. ჩვენ მარტო ამას ვერ წაგვლიჯოთ. ჩვენ გვაქვს სარდინიის სამეფო, საკმაოდ სუსტი ჯარით. ნუ კავური ცდილობს ეს სარდინიის სამეფო განავითაროს, გააძლიეროს ეკონომიკურად, რკინიგზები ააშენა, ბევრი მაქსიმალურად ანვითარებდა ინფრასტრუქტურას და ძალიან საინტერესოა კოტები დაადო ეკლესიებს. ეს ასნიშნავს. ბევრი იტალიელს მიაჩნდა, რომ ყველაზე მარტივი ცხოვრების გზა იყო, რომ წასულიყო ეკლესიაში გამხდარიყო სასულიერო პირი. ანუ მარტივად იშოვიდა მერე მინიმუმ რაღაც მინიმალური შემოსავალი ექნებოდა და ძალიან ბევრი მიდიოდა ეკლესიაში და ჩვეულებრივ სამუშაოს ასაკიდებდა. ამან შეზღუდა ეკლესიაში ხალხის რაოდენობა, კოტები დაათ. რომ მეტი ხალხი წასულიყო, ისა ვიცი, ქარხნებში, რკინიგზაზე, თუნდაც მიწაზე სამუშაო და გასაგებია რა, ჯარში. ჯარი ჭირდებოდა, იმიტომ რომ როცა გაერთიანება გინდა შენ იტალიელების, უკაცრავად მაგრამ ოდესღაც ომი მოგიწევს. ეგრე მარტივად არ არის. შენ თქვა, გაერთიანება მინდა, სხვამა ტაში დაიკრა, რომ აქამდე სად იყავი, გაერთიანე, კაცო, ჩვენ ხელს დაგეხმარებით, არანაირად არ გეხმარება არავინ ამაში. პირველი მისი ძალიან საინტერესო ნაბიჯი იყო ის, რომ 1850 წლების შუაგულში ევროპაში დაიწყო ძალიან დიდი ომი, რომელსაც ისტორიაში უწოდებენ ყირიმის ომს. ყირიმის გამო არ ყოფილა ეს ომი. როდი ყირიმში მიმდინარეობდა ძირითადად ისე თქვა ფრონტი იყო ყირიმში. იმ პერიოდში რუსეთი იყო ძალიან ძლიერი და მოინდომა რომ დიპლომატიური სამხედრო ხერხებით წაერთვია თურქეთის იმპერიისთვის სტამბოლი. ხა იქ სტამბოლი ათუნდოა. ვისაც გახსოვთ გეოგრაფია, კარგად, აი ამ ჩვენი რეგიონის გეოგრაფია, სტამბოლი არის სად? შავი ზღვის შემოსასვლელში. ბოსფორის სრუტე. ანუ ძალიან ვიწრო შემოსასვლელი აქვს შავ ზღვას და რუსეთს ყოველთვის ეშინოდა იმისი, რომ შავი ზღვიდან შეიძლება შემოსულიყო მოწინააღმდეგე და დაერტყა მას ყირიმში, რეალურად ახლანდელ უკრაინაში. ეს იყო ყველაზე მისი დაუცველი ადგილი. და ამიტომაც სულ უნდა მიეტაცებია სტამბოლი და ჩაეკეტა ეს ბოსფორის სრუტე, რომ არ შემოსულიყო იქ არავინ. ამიტომ ჭირდებოდა ის კი არა, რომ ახლა მანდამაც ახირება ქონდო, მანდამაც სტამბოლი მინდა. არა, გეოგრაფიის გამო ჭირდებოდა. და ამის გამო დაიწყო ომი ევროპაში სერიოზული. თურქეთის მხარეს დადნენ იმ პერიოდში ძალიან ძლიერი სახელმწიფოები, რუსეთის გარდა ინგლისი და საფრანგეთი და ომებიან ყირიმში. ყირიმში გადასხეს ჯარი. და აი უცებ გამოდის, ესე ვთქვათ, დიპლომატიურ ასპარეზზე კავური, აი ეს სარდინიის კანცლერი და ამბობს, რომ ჯარი უნდა გაგზავნო მე ყირიმში საუბრობ რუსებთან. ეს ეკითხებიან, ხა შენი საწოდავი ჯარი, რისი გამკეთებელია იქ, პატარა ქვეყანაა და ჯარი სუსტია, ვერაფერს ვერ გააკეთებს, ხოლმე მხოლოდ ხალხი დაგვეხოცება. მაინც აკეთებს ამას. როგორია რა მიზნით? ეს ძალიან საინტერესოა. აი დიპლომატია უშუალოდ ახლა შემოდის. დიპლომატია არის, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ რთული თითქმის შეუძლებელი ამოცანები რაღაცა ეშმაკური ხრიკებით. გარკვეულ ადამიანებთან დაახლოებით. რაღაცა ისე დაახლოებით, რომ თავს ვაწონებთ ჩვენ ქვეყანას ვაწონებთ ვიღაცებს ძლიერ თამოქვეყნისა. ვის მოაწონა მით თავი? გაუსვა ყირიმში ჯარი. როგორ გონიათ? ვინ ომობს იქ რუსების წინააღმდეგ? ორი ძლიერი ქვეყანა, როგორც ვთქვით, საფრანგეთი და ინგლისი. ხო? პირველ რიგში საფრანგეთს მოაწონა თავი. იმიტომ ის ხდება ძალიან კარგად, რომ თუ მას სურს იტალიის გაერთიანება, ეს შეუძლებელია ძლიერი მოკავშირის გარეშე. ძლიერი მოკავშირი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ვარიანტი ყველაზე რეალური არის საფრანგეთი. და როცა მთავრდება ეს ყირიმის ომი, მართლაც რაღაც დონეზე ის მიიქცევს პირველ რიგში ფრანგების ყურადღებას და საფრანგეთში ლაპარაკობენ იმაზე, რომ აი იტალიის გაერთიანება ეს კარგი საქმეა და იქნებ გავაკეთოთ, დავეხმაროთ ამ ხალხს. როგორც გითხარით, ეხლა შენი გაერთიანება ბევრს არავის არ მოსწონს და რეალურად იტალიის გაერთიანება როგორც ასეთი რეალურად არც საფრანგეთის მაშინდელ იმპერატორს არ უნდოდა. ეს იყო ნაპოლეონ მესამე, ნაპოლეონის ძმისშვილი. დიდი ნაპოლეონის ძმისშვილი იყო და მას თავის ადგილს აქვს ნაპოლეონ მესამე.
და კი ხალხი უუბნებოდა რომ იტალიის გაერთიანება იქნება ვქნათ, მაგრამ ნუ ამან ესე ვთქვათ, მაინც მერე გაატარა. და ერთჩვენიერ დღეს ხდება ძალიან საინტერესო ამბავი, ნაპოლეონ მესამეს იტალიელი ტერორისტები ბომბს დაუდებენ და კინაღამ მოკლავენ. და ამას გაახსენდება იტალიის საქმე და მიხვდება რომ იტალიელი ხალხი მიატოვა სინდისის შეაწუხებს. ეხლა ძალიან საინტერესო მომენტამდე მივდივართ. აი შენ თუ შეძელი პატარა სახელმწიფო როცა ხარ მით უმეტეს რომ დიდი სახელმწიფოს ლიდერს შენზე სინდისმა შეაწუხოს, ეს ძალიან სერიოზული საქმეა. საერთაშორისო ურთიერთობები დაუნდობელია, გაცევლებთ უფრო დაუნდობელი ვიდრე ადამიანთა შორის ურთიერთობები. და ეხლა ადამიანებს შორის კიდე ადგილი აქვს რაღაცა სიყვარულს, მეგობრობას და ასე შემდეგ. სახელმწიფოებს შორის ეს თითქმის არ არსებობს. მაგრამ ადამიანებს შორისაც როგორც წესი ჩვენ გვინდა რომ ვიღაცას ჩვენ უყვარდეთ, ხო? დაუმსახურებლად შეიძლება ითქვას. ანუ ჩვენ გვინდა რომ ვიღაცებს ჩვენს გვინდათ გქონდეთ რაღაც მეტი სენტიმენტები. ის უფრო მეც გააკეთებს ჩვენთვის ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ. აი საერთაშორისო ურთიერთობებში ამას უნდა მივახციოთ, რომ ჩვენს მიმართ ვიღაცებს გქონდეთ სენტიმენტები, ვიღაცას ჩვენზე გული შეტკიოდეს. ხო და ამ საფრანგეთის იმპერატორს ესე ვთქვათ, აი სენტიმენტები შემოუწყო იტალიის ხალხის მიმართ. და ამ ჩვენი ერთ დღეს საიდუმლოდ შეხვდა ეს ნაპოლეონ მესამე ამ სარდინიის კანცლერს კაურს და ერთმანეთში ძალიან საინტერესო გარიგებას მიაღწიეს. გარიგება იყო ეგეთი, რომ საფრანგეთი დაეხმარებოდა სარდინიას ავსტრიის წინააღმდეგ ომში. ისინი წაართვევდნენ ავსტრიელებს ლომბარდიას და ვენეციას. ეს ლომბარდია ვენეცია გახდებოდა სარდინიის სამეფოს ნაწილი. ოღონდ სანაცვლოდ ნაპოლეონ მესამე ითხოვდა აღარნიშნულია რუკაზე უყურეთ ნიცა და სავოია. სანაცვლოდ ამ ორ ტერიტორიას ითხოვდა. სადაც უფასოდ არ გადაგეხმარება. შემდეგ იტალიამ გადაკეთებული იყო კონფედერაციად და კონფედერაციის თავმჯდომარე ყოფილიყო რომის პაპი. აინტერესოა. და კიდევ იმ პერიოდში ნაპოლეონი ისე როგორც მისი დიდი ბიძა, ისინი ბონაპარტები იყვნენ, არ იყო ტრადიციული დინასტია რა, ისე თავისი ნიჭით მოვიდნენ საფრანგეთის ტახტზე. და ორივე ცდილობდა რომ ისე თქვათ რაღაცნაირად მათი დინასტია ყოფილიყო ტრადიციულ ევროპულ დინასტიად. როგორც იყვნენ, რა ვიცი, ჰაბსბურგები ავსტრიაში, რომანოვები რუსეთში და ასე შემდეგ და ბონაპარტები არ იყო ტრადიციული დინასტია და ორივე ესე პრობლემა ჰქონდა ბიძამისას და ამასაც. ლუი ნაპოლეონს ამ ნაპოლეონ მესამეს მაშინ უნდა ტახტზე დაესვა უკვე თავისი მემკვიდრე შერჩეული ყავდა, ასევე ბონაპარტი ცხადია და მისთვის ეძებდა ესე თქვათ კეთილშობილ პრინცესას. ვიღაც სამეფოს სისხლის. და კიდევ ერთი პირობა ამ გარიგების იყო ის, რომ საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე ვინც იყო, ჟერომი ერქვა, ნაპოლეონს ეძახდნენ, ნაპოლეონი ერქვა, ჟერომს ეძახდნენ. ნაპოლეონის მერე იქ ოჯახში ვინც იბადებოდა ბიჭი, ყველას ნაპოლეონს არქმევდნენ რა. ოღონდ გაერჩიათ ერთმანეთისგან, ზოგს ჟერომს ეძახდნენ, ზოგს ჟორჟს და ზოგს რას. და პირობა იყო, რომ აი ტახტის საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეს უნდა გააყოლოთ ცოლად სარდინიის პრინცესაო. და ამაზე უთხრეს, რომ კი რაზეა საუბარი. ეხლა უყურეთ რაშია საქმე. ნაპოლეონი გარიგებაზე რომ მიდის კაურთან არ პირდება მას იტალიის გაერთიანებას როგორც ასეთი. არანაირად, ხო? არ პირდება. რატომ თახთია მაინც მას კაური? რაშია საქმე? გაერთიანებას აპირდება ეს. რატო აკეთებს კაური ამას? რატო მიდის ამ გარიგებაზე? არა, შეგეგრძელება, იმიტომ რომ ბავშვი მეკითხულობ თურმე და. მარტივია პასუხი ძალიან ამაზე. აბა, სხვა რა არჩევანი აქვს კაურს? კაურს ეხლა არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მსგავს შეთავაზებაზე ვარი თქვას, იმიტომ რომ ამაზე მეც მას არავინ არ შეთავაზებს. სხვა საფრანგეთის გარდა პოტენციური დამხმარე იტალიური გაერთიანების იტალიური საქმის არ არსებობს. შესაბამისად, რა თავაზობს უნდა მიიღო. ეს ერთი და მეორეც, რო დაიწყება ეს პროცესი, რო დაიძრება და ამოიქოქება გაერთიანება, მე უკვე შენს ხელშია ყველაფერი. ანუ კაურს არ ეშენია მომავლის. ის ფიქრობს, რომ მომავალი მის ხელშია და თავარი ესე თქვა ხელი წაკრას, დაიზრას ყინული, მოდი ესე თქვა და მე მივხედავ. ოღონდაც პირველი ნაბიჯი გამაკეთებინონ. ოღონდაც რო გამოთქვა, ხო იცი, კარს რო შეაღებენ, ფეხი უნდა შეყო და მე უკვე კარს ბოლომდე გააღებინებ რა. კაურს უნდა რომ ფეხი შეაყობინონ ღია კარში და მე უკვე კარს ბოლომდე შეანგრევს. არ ეშინია იმისი, რომ ვაიმე კარს ოდნავ აღებენ. არ ითხოვს იმას, რომ კარი ბოლომდე გამიღეთ. იმიტომ არ გაუღებენ კარს ბოლომდე, ცხოვრებაში არ იღებს კარს ბოლომდე ბავშვებო არავინ ეს. ნით უმეტეს საერთაშორისო ურთიერთობებში, პირად ურთიერთობებში ზეგრია. და ეს გარიგება კი ბატონო შედგა. მაგრამ ამ გარიგების შედეგად, ესე თქვა, ესე მარტივი არ იყო ამ გარიგების შემდეგ, რომ უცებ ორივენი თავს დასხმოდნენ
ავსტრიას. ეს ევროპა 19 საუკუნეა უკვე ცივილური თამაშის წესებია და ეს პირდაპირ შენ ომს ვერ დაიწყებ ესე უმიზეზოდ. ომისთვის ჭირდება ლეგიტიმური საბაბი. სერიოზული საბაბი ჭირდება ამისთვის. კაზუს ბელი გამოთქვა შეიძლება გაიგიათ. მით უმეტეს რომ იმ დროს ავსტრიას იმ პერიოდში აქვს უფლება რომ ამაზე იყოს მოითხოვოს დახმარება სხვა გერმანული სახელმწიფოებისგან. ხო და ვერ ესხმიან თავს ავსტრიას და რა ქნან. და ევროპაში სიტუაცია იძაბება. ევროპაში სიტუაცია იძაბება. ყველა მიცის რომ ეს გარიგება არსებობს, ყველა მიცის რომ მამათ უნდათ ავსტრიასთან ომი და ყველა ხვდება რომ ავსტრიასთან ომს ვერ ბედავენ, იმიტომ რომ ესე მარტივად არ გამოდის და გადის დრო და ვერც ვერ აკეთებენ მოკლედ რა. ამ გარიგების მიუხედავად პირველ ნაბიჯს ვერ დგამენ. და მე დააყენებენ მაშინ იმდროინდელ ევროპაში ეს ტრადიცია იყო, კარგი ევროპული შეიძლება ითქვას, როგორც კი დაიძაბებოდა ვითარება, სასწრაფოდ მოეწვიათ რაღაც სამშვიდობო დიდი კონფერენცია და იქ მოეგვარებიათ ყველაფერი ომის დაწყების გარეშე. ანუ ევროპაში უკვე ეს ტრადიცია არსებობს, რომ ომი თავიდან ავიცილოთ, ამან მივყვან მე ევროპა დღევანდელ იმამდე 60-მდე, რომელსაც ევროკავშირი ქვია. ხო და გააწვის კონფერენცია მოეწვიათ. მაგრამ ავსტრია მოითხოვა რომ ამ კონფერენციის წინ განიარაღებულიყო სარდინიის სამეფო, განიარაღებულიყო. გადახედეთ, გამოხედეთ და როგორც სხვა გზა არ არისო, განიარაღდებიან უთხრეს, ფრანგებმა უთხრეს. და ავსტრია მაგ დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომა აი ამ მომენტში. ულტიმატუმის ფორმით მიმართა სარდინიას და უთხრა რომ განიარაღდები. ულტიმატუმი რას ნიშნავს, ხო იცით? ეს ნიშნავს რომ ამ პირობას თუ შეასრულებ თუ არა და ომს გიცხადებ პირობის შეუსრულების შემთხვევაში. როგორც კი ეს ულტიმატუმის ფორმით მიიღო ეს მოთხოვნა კაურმა, მან მაშინვე ვარი განუცხადა ავსტრიას. და როგორც კი ვარი განუცხადა ავსტრიაც იძულებული გახდა რომ ომი დაეწყო თვითონ. თვითონ გამოეცხადებინა ომი, თვითონ იქცა აგრესორად და შესაბამისად აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება აქვს ახლა ამ შემთხვევაში უკვე სარდინიასაც საფრანგეთსაც რომ მის წინამდე გიომო. ეს იყო რა თქმა უნდა კატასტროფული შეცდომა ავსტრიელების მხრიდან. ამ შეცდომას ის ახსნა აქვს რომ ამ დროს უკვე თქვენ წარმოვიდგინეთ არსებობდა ჰიბრიდული ომი, ეს დღეს არ მოუგონიათ რუსებს არანაირად. ჰიბრიდული ომი ალბათ მე მგონი რომის იმპერიის დროსაც იყო და ალბათ მე მგონი სულ იყო. ხო და რას გულისხმობ ამაში? იმ პერიოდში თაგვზარო აებნიათ ავსტრიელებისთვის გამოიყენეს ძალიან კარგად სარდინიული პრესა, გაზეთები. იქ წერდნენ ტყუილებს დეზინფორმაციას მიზანმიმართულად. წერდნენ რომ ვაიმე ძალიან ცუდად აქვს კაურს საქმე, ნაპოლეონთან გარიგების გამო თანამდებობიდან გადააყენებენ, ლამი შეიძლება ჩამოახრჩონ და ასე შემდეგ. მოკლედ ავსტრიელებს შეუქმნეს ეს ცრუ შტაბეშტილება, დააჯერეს ამ ტყუილში, რომ ინგრევა უკვე შიგნიდან ეს სარდინიის სამეფო შიგნიდან ინგრევა კაურის ინტრიგების და ავანტიურების გამო, ინგრევა იმ გარიგების გამო, რომელიც მან დადო ფრანგებთან და ერთი ხელის წაკვრა უნდა და დაინგრევა მთლიანად ეს სარდინიის სამეფო და ამიტომაც ავსტრიელებმა ულტიმატუმი წაუყენეს. რა თქმა უნდა, კაურმა ულტიმატუმი არ მიიღო, დაიწყო ომი და განდამაინც რაც ვერიომა სარდინიის ჯარმა, იმიტომ რომ სუსტი ჯარი იყო, ისევ და ისევ. არსით იტალიის სამეფოს მაშინ წესიერი ჯარი არ ყავდა. მაგრამ შველელად მე მოვიდნენ ფრანგებმა დაამარცხეს ავსტრიის ჯარი ძალიან სერიოზულ დიდ ბრძოლაში, გაანთავისუფლეს ლომბარდია, დაიძრნენ ვენეციისკენ და უცებ შუა გზაში ბავშვებო ჰოისაუცრება მოხდა. ისე რომ საერთოდ ამ სარდინიელებს ჭკუას არ დაეკითხა, არ გააგებინა არაფერი საქმის კურსში არ ჩააყენა. ნაპოლეონ მესამე ფრანგების იმპერატორი ჩუმად შეხვდა ავსტრიის იმპერატორს და ერთმანეთში გარიგდნენ. ისე რომ პატარა იტალიელებს არაფერი არ კითხეს. გარიგდნენ თქვენს რომ მოდი ახლა შენ ეს ლომბარდია მიეცი. სარდინიას ლომბარდია მიეცი და შევრიგდეთ, გავჩერდეთ ორივენი სახლებში მივდივართ. მორჩა ომი. ისე რომ პატარებს არაფერი არ კითხეს. დიდებმა ერთმანეთში გაარკვიეს ყველაფერი. ეს ხშირად ხდება ხოლმე სხვა შორის, იმიტომ რომ დიდები გამონახავენ ერთმანეთში საერთო ენას და მე პატარებს ეუბნებიან რომ ბიჭებო, გოგოებო, ესეა საჭირო რა, ხო, გავიგეთ ახლა. მორჩა ომი, დამთავრდა. იმ ეტაპზე. ლომბარდია მიიღო. სარდინია, უკვე ეგეც ხერია. ერთი და კიდევ კარგი ის იყო რომ ლუი ნაპოლეონმა ესე იძახდნენ თავიდან მე ნაპოლეონ მესამე დაირქვა ისე და ისე ნაპოლეონი ყველა რაც კიდე სახელი ჰქონდათ აღარ მოთხოვა სანაცვლოდ ეს ნიცა და სავოი ეს კომპენსაციები აღარ მოთხოვა და ისე დაშორდნენ ერთმანეთს. მაგრამ მოხდა ისე რომ როგორც გაირკვა კაური ძალიან მომზადებული იყო წინასწარ ამ ესე ვთქვათ კამპანიისთვის, ომისთვის
და წინასწარ შეიძინა ცენტრალური იტალიის სამეფოებში, ტოსკანა და მოდენა და პარმა. წინასწარ შეიძინა გაიჩინა, ესე ვთქვათ, მოისყიდა ზუსტად რომ ვთქვათ, ვინ, როგორ გონიათ. ნუ თანამედროვე ტერმინოლოგიით ინფლუენსერები. ყველანაირი ინფლუენსერი რა, იქ პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ტიკტოკერები მაშინ არ იყვნენ, იმათაც მოისყიდა ალბათ რა. ხო და იქ როგორც კი სარდინიელებმა ფრანგების დახმარებით ლომბარდია წაართვეს ავსტრიის, სიტუაცია აირია. ადგილობრივი მმართველები გააძევეს და იქაურობას დაიპატრონენ, კაურის, ესე ვთქვათ, მოსყიდული თუ კაურის მხარეს გადასული, როგორ ვთქვათ, აგენტურა, ინფლუენსერები და ასე შემდეგ. ანუ კონტროლიდან გამოვიდა ცენტრალური იტალია და სიტუაცია, ესე ვთქვათ, აირია. და სიტუაცია არის ჰაერში გამოკიდებული. არც იქით, არც აქეთ. ამათო ლომბარდია მიიღეს, მაგრამ ცენტრალურ იტალიაში ვითარება არეულია. რა ვქნათ? ასე დიხას ვერ გავჩერდებით, ხო, ვითარება. ეხლა მე ვცდილობ გავამარტივო ეს ყველაფერი, ძამებ დეტალია და დეტალებს დამახსოვრება უნდა და თქვენს დაიღლებით და მე რო დავინახო თქვენ დაიღლებით, მეც დავიღლები, ასე რომ ვცდილობ რომ ეს იყოს მაქსიმალურად კომფორტული ყველასთვის, ჩემთვისაც, თქვენთვისაც. ანუ სიტუაცია ჰაერში გამოკიდებულიო დარჩა, მერე ისევ კომპრომისს მიაგნეს, ძალიან მარტივად ყველა ინგლისელები ჩაერვინენ, ინგლისელებს აწყობდა სხვა შორის იტალიის გაერთიანება როგორც ასეთი. როგორც ნახეთ, ნაპოლეონ მესამის იტალიის გაერთიანება არ უნდოდა მაინდა-მაინც. ოდნავ მიხმარება უნდა მათთვის და აი ინგლისელებს მოუნდათ იტალიის გაერთიანება, რატომ იცით? იმიტომ რომ გაერთიანებული იტალია იქნებოდა საფრანგეთის მეზობელი. ინგლისელებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს იტალია თუ გაძლიერდება, ამ საფრანგეთს დააბალანსებს. გესმით, ხო? ეგ მომენტი იყო. ხო და ნუ საბუჯამში გამოსავალი იყო ეს ძალიან მარტივი. ფრანგებმა და იტალიელებმა, უბრალოდ სარდინიელებმა ახალ გარიგებას მიაღწიეს. გარიგება იყო შემდეგნაირი, რომ ფრანგები წაიღებდნენ აი ამ ორ მხარეს ნიცას და საოიას და სამაგიეროდ ამ ცენტრალური იტალიის სამეფოებს წაიღებდა სარდინიის სამეფო. და აქ შედგა, ნუ ძალიან საინტერესო, როგორ ვთქვათ, სპექტაკლი, ტიპიური სპექტაკლი. სარდინიელებმაც და ფრანგებმა ჩაატარეს რეფერენდუმები. ფრანგებმა ჩაატარეს რეფერენდუმი ნიცაში და სავოიაში. საერთოდ შეკითხვა იყო, უჭერთ თუ არა თქვენ მხარს იმას, რომ თქვენი ეს რაღაცა მშობლიური რაღაცა მხარე შევიდეს საფრანგეთის შემადგენლობაში. ანალოგიურად სარდინიელებმა ჩაატარეს ამ ქვეყნებში, რაც არის. იგი იყოს ქვეყანა რეფერენდუმი შეკითხვით, ხართ თუ არა თქვენ მზად, უჭერთ თუ არა მხარს იმას, რომ თქვენი ქვეყანა თუ რაც არის შეუერთდეს სარდინიის სამეფოს. ნუ გაცილებით უფრო მარტივი იყო რეფერენდუმის ჩატარება ნიცაში და სავოიაში, იმიტომ რომ იქ განათლებული გონიერი ხალხი ცხოვრობდა, წერა-კითხვა თითქმის ყველა მიცოდა, ამიტომ მივიდა ბევრი ხალხი თავისინებით, შემოხაზეს თუ რაც ქნეს, გააფერადეს, თანამედროვე გაფერადება ხო, ეხლა ბოლოს ეგრე იყო, წავიდნენ სახლებში. აქ უფრო გაჭირდა, იმიტომ რომ ბევრმა არ იცოდა ეს, უკვე ქვემოთ ხალხი რო ცხოვრობს, გამართლებელია ძალიან. ბევრმა წერა-კითხვა არ წერტოთ. რეფერენდუმი პლებისციტი რაჯენდება საერთოდ არ იციან. ასე რომ გართულდა იქ ჩატარება. ზოგ ზალით ერეკებოდნენ ცემაცემით ამ რეფერენდუმზე. ზოგი მიიტყვეს უფასო ღვინით, შემწვარი ხორცის სუნით, ან ბევრი ხალხს ჭამის პრობლემა მართლა იდგა და ბევრი ესე მიიტყვეს, ბევრი ზალით გარეკეს, ბევრმა წერა-კითხვა ეწვა, ჯვარი დაასმევინეს და ბოლოში ორივეგან მიაღწიეს 99.9 ესე თქვა შედეგით, აქაც და იქაც მხარი დაუჭირეს შესვლას იქ საფრანგეთში, აქ სარდინიის სამეფოში. ხო, ნუ ცირკი, მაგრამ პოლიტიკაში ცირკები ხშირად ხდება ხოლმე რა. თავარი არის პოლიტიკაში რო კითხავენ რომ შენ აი რა უფლებით მიერთე, მაგალითად ხა, აქ თუ კითხავდნენ კაურს რომ აი შენ რა უფლებით მიერთე ეს ქვეყნები, კაური გამოვიტანდა მე ამ ბიულეტენებს ეთყოდა, აი ფურცლები ბევრი. ზოგზე რაღაც შემოხაზულზე ჯვარი დასმული რაღაცა, აი ეს ხალხის ნება უფრიელებდა საბუთებს. ეს ხომ ხალხის ნება, რასტობა ხალხის ნების წინააღმდეგ წახვალთ. ყველა პოლიტიკოს ურჩევნია რომ ცხადე ილაპარაკოს არა თავის სახელით, ან თუნდაც თავისი მთავრობის, თავისი რა ვიცი პრეზიდენტის, არა ხალხის სახელით. იმიტომ რომ თუმცა ეხლა და მაშინაც ეგრე იყო უკვე, ყველა ხას უსვამდა იმას, რომ ჩემს უკან ხალხი დგას, ხალხის ნება ჩემთვის თავარი. ამას ხო ვერ აღუდგები წინ. ესე შედგა ეს გადასარევი სპექტაკლი ძალიან ლამაზი და მერე დადგა უკვე ნეაპოლის, ანუ სიცილიის, ორივე სიცილიის სამეფოს შემოერთების დრო ეს გაცილებით რთული აღმოჩნდა, იმიტომ რომ იქ თავისი რაღაც გაურკვეველი ვითარება, ძალიან ჩამორჩენილი ბნელი ქვეყანაა. აი თან საკმაოდ განსხვავებული იტალიურით ლაპარაკობენ, ეხლა თქვენ არ გასწავლებათ არავის.
ოდესღაც ნეაპოლში ყველაზე მაგარი ხო იცი ვინ თამაშობდა ხვიჩამდე ყველაზე მაგარი ვინ იყო? მარადონა. ხო და ესე 1990 წელს ანუ ისე და ისე მე-19 საუკუნეში კი არა 1990 წელს იტალიაში გაიმართა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი. და ზუსტად ნეაპოლში მარადონას არგენტინა ხვდებოდა იტალიის ნაკრებს. ხო და მარადონამ თამაშის წინ ინტერვიუ მისცა ადგილობრივ პრესას და თქვა ნეაპოლი იტალია არ არის. საინტერესოა. ნეაპოლი როგორ? იტალია არ არის. ხო. ეხლა ისე და ისე წარმოიდგინეთ რა ვითარება იყო მე-19 საუკუნის შუაგულში, ხო? რამდენად არ იყო ეს იტალია. რა ვქნათ, მოკლედ აქ ვერ ვეხებით ვერანაირად. თავისთვის არიან და ეხლა შარს ვერ მოვდებ, რეფერენდუმს ვერ ჩავატარებ, ავინ არ ჩაგატარებინებს. საბრანგეთი არ გეხმარება რა ჯარი შეიყვანო. რა უნდა ქნა, ვერ დაესხმები თავს, იმიტომ რომ ისე და ისე ევროპა და ესე მარტივად ეს არ ხდება. ანუ აქ ვერ შეაღწია კაულმა ვერანაირად. თუ აქ წინასწარ ინფლუენსერები მოისყიდა, იმიტომ რომ TikTok-ი აქვთ. აქ ათიშვილი ინტერნეტი, TikTok-ი არ აქვთ, აი ეგეთი სიტუაცია. აი თანამედროვე შუა აზიასავით არის რა, აი უბნელესი მხარე არის. ისმენთ? ხო და რა წყალს მივეცეთ რა შვებით, ხო? მაგრამ ხო გითხარით, მე უკვე ჰიბრიდული ომი არსებობს. ეხლა თქვენი გითხავთ ჰიბრიდული ომი კი არსებობს, მაგრამ აქ TikTok-ი არა, პრესის თავისუფლება არა და თუ აქ პრესა მიმუშავა, როცა ავსტრიელები ისე თქვა შეიყვანეს შეცდომაში, პრესის მეშვეობით აქ პრესა არ აქვს, ხალხს არანაირი. მაგრამ ის და ის ჰიბრიდული ომის ელემენტები გავუსვენოთ, აბა რა შეიძლება იყოს. რუსეთს ხო ყავს რეგულარული ჯარი და კიდე ყავდა ჯარი, რომელსაც ერქვა ვაგნერი. რაღაც გასამხედროებული ფორუმი რა გახსოვთ? ეს ვაგნერი ჯერ სირიაში გაუშვეს აომეს, მე ეს ვაგნერი უკრაინაში შეუბრუნდა, მე ამ ვაგნერის მეთაურს შკუა გადაეკიდა და მოსკოვზე წავიდა და გზაში მე თუ ადენენ თუ თვალს ასე თუ ის უკრაინის ომს დამთავრდა ტრაიგულად ვაგნერის მეთაურისთვის, მე თვითონავიდან ჩამოვდე სასი და რომელთაც მეფრინავდა. მოკლედ იმ პერიოდში არსებობდა უკეთესი ვარიანტი ვაგნერის, რომელიც მეთაურიც იყო ეს ალბათ ამ ადამიანის სახელაგვარი, ალბათ ყველას ხსმენიათ, განსხვავებით კაულისგან, კაული ბევრ მარიცის. იმ ადამიანს ერქვა ჯუზეპე გარიბალდი, ხო. იყო რევოლუციონერი, მეომარი, რომანტიკოსი და თუ ნახავთ მის პორტრეტს, აი შეხედავ, ვიტყვი რომ აი ჩე გევარას მე-19 საუკუნის ვარიანტია რა, ეს წვერები და რომანტიული მზერა. ხო და ამ კაცს ჰქონდა ეს ახირება, რომ კეთილშობილი, რომანტიკულად განწყობილი ადამიანი იყო, კარგი მიზნებით იბრძოდა, რომ ყველგან ეხმარებოდა ჩაგრულებს და რევოლუციონერებს. გარიბალდი თავის რაღაცა ჯარით არის. ონდეს ჯარი ოფიციალურად არანაირად არ არის სარდინიის ჯარის ნაწილი, არ არის რეგულარული, თავისთვის არის რა. რა უნდა ქნათ? გარიბალდი გაუშვათ აქ საუმრად. ანუ კაური ამბობს, რომ გარიბალდი წავიდეს და იომოს. თუ რამეა ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ. სარდინია არაფერ შუაში არის, გარიბალდი წავა და იომებს. თუ გითხავენ რომ გარიბალდი რა შევიტყვი, რომ ბერა შუაში ვარ, გიჟია გარიბალდი. თავისთვის წავიდა. გონი მე კი არ ღმერთს არ ეკითხება ჭკუას, თავისთვის მიდის. ხო და მოდი გაუშვეს გარიბალდი იქ რა, გარიბალდი გადაჯდა სიცილიაში, ჯერ აქ. იქ მალე გადავიდა მოსახლეობა მის მხარეს. მისი ჯარი პატარა იყო გაცილებით ვიდრე ამათი არმია. თან აქ უკვე რაღაცა გაურკვევლობა ნეაპოლში სამოქალაქო ომი დაიწყო რა. და თელი ჯარი, ვინც როგორც კი ჯარი მას დაინახავდა ადგილობრივი, ეგრევე გარბავდნენ ეშინოათ, იმიტომ რომ ქარიზმატული ლეგენდარული ის იყო რა, გენერალი. მე გადავიდო, გადაკვეთა ეს სრუტე და გადავიდა უკვე თვითონ იმაში, ნეაპოლში რა. კონტინენტზე მოდი ესე ვთქვათ. და იქ რო იქაც გაიმარჯვა პირველ ბრძოლებში, მაგრამ აი აქ გაშთა ერთი პრობლემა. ეს გარიბალდი როგორც გითხარით, რომანტიკოსია რა და რევოლუციონერებს და უჭერს მხარს. და ამ დროს იტალიის გაერთიანების, ესე ვთქვათ, ორი პროექტი არსებობდა. ერთი პროექტი იყო, რომელსაც ატარებდა კავური, ეს პროექტი არის, რომ რეალურად სარდინიის სამეფო უნდა გაფართოვდეს და ამჩენი იტალია უნდა მიერთოს და მერე დაერქვას იტალია, მაგრამ სინამდვილეში გაფართოებული სარდინია იქნება, იმიტომ რომ როცა იტალია გაერთიანდა, მერე გაერთიანებული იტალიის მეფედ იქცა სარდინიის მეფე. გასაგებია, ხო? და თუ იქამდე დედაქალაქი ვარ ტურინში, მერე გადავიდა დედაქალაქი ჯერ ფლორენციაში და მერე ოდესღაც რომში, ცოტა გვიან. და რომი კაიხანს ვერ მიქონდათ. ხო და მეორე პროექტი იყო იტალიის გაერთიანების, რომლის ავტორიც იყო შეიძლება ხსმენიათ მისი სახელი მაცინი. იცით ვინმე? მაცინი. ხო. მაცინის იდეა იყო, რომ მთელი იტალიაში უნდა მოხდარიყო რევოლუცია, იტალია უნდა გაერთიანებულიყო რევოლუციის გზით და რესპუბლიკად უნდა ქცეულიყო. ეხლა ამათ სარდინიაში რესპუბლიკა არ უნდათ. ამ დროს სამეფო იყოს, მონარქია მართოს. რა რესპუბლიკა დემოკრატია გიჟები ხო არა ხართ.
არის იტალია დემოკრატიისთვის მზად. ხო და გარიბალდი რო გადავიდა აქ იმაში ნეაპოლში და იქაც ტრიუმფი აქ იქ ჩამოვიდა მაცინი და დაიწყო გარიბალდი იმაზე ფიქრი რომ რესპუბლიკა ხوار გამოაცხადო. და ანერულა ცხადე ხა ძალიან ამაზე სარდინის სამეფო კაურის ანერულა და გაუშვეს ჯარი. ჯარი გაუშვეს ჯარს უნდა გაევლო პაპის სამეფო. პაპის სამეფო უნდა გაევლო. პაპა დაწყევლა სარდინია თავის მეფე თავის კაურიანად, მაგრამ არ აუშვეს აიტანეს. და მოხდა ისე რომ აქ გაუმართლათ ამათ. ამ დროს ზუსტად მოხდა ესე თქვათ კონტრშეტევა წამოიწყო ნეაპოლის არმიამ დაარტყეს გარიბალდის და გარიბალდის არმია ძალიან დაასუსტე და ზუსტად ამ დროს მივიდა ეგ სარდინის არმია ხმელეთის რომის გავლით. და ბარგალდი რომ დაინახო სარდინის არმია მოვიდა რომელიც ჩემ არმიაზე გაცილებით ძლიერია სხვა გზა აღარ დარჩენოდა და გამარჯვება მიულოცა სარდინის მეფეს და გადაულოცა მთელი ნეაპოლი უთხრა რომ თქვენი იყოს მეფეო აი აჰა დამილოცნია. ესე მოხდა ნეაპოლის მიერთებაც, ოღონდ რჩებოდა მე ვენეცია და რჩებოდა რომი, როგორც ასეთი ქალაქი. რომს არ აძლევდნენ. ფრანგები არ აძლევდნენ. რომში პაპს იცავდა ფრანგული არმია და ფრანგები რომს არაფრით არ უბრუნებდნენ, მოკლედ რა და კაი ხანს იტალიელები ამას ვერ იბრუნებდნენ და დაიბრუნეს მოგვიანებით მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა დავდივართ ახალ თემაზე, გერმანიის გაერთიანება დაიწყო. აი მაშინ მოახერხეს იტალიელებმა დაბრუნება მიბოლიეს ორი თემა ერთმანეთზე. მაშინ მოახერხეს იტალიელებმა დაბრუნება ლომბარდიის და რომის, როცა გერმანიის გაერთიანების პროცესი წავიდა. თან ისე მოახერხეს იტალიელებმა, რომ მანდამეც ომში ვერ ვარგოდნენ. ის კი არა, მე მგონი ყველა ბრძოლა წააგეს, რაც წამოიწყეს თვითონ დამოუკიდებლად. მაგრამ ამის მიუხედავად, სულ გამარჯვებულების მხარეს ამთავრებდნენ ხოლმე. რა, აი, გენიალური მაგალითია, პირველი მსოფლიო ომი რო იწყება, იტალია არის ალიანსში საფრანგეთთან, ბოდიში, გერმანიასთან და ავსტრიასთან. მაგრამ ომის დაწყებისთანავე გადადიან საფრანგეთის და ინგლისის მხარეს და მათ მხარეს ამთავრებენ ომს გამარჯვებულებთან ერთად და გამარჯვებულთან ერთად დაამთავრებ ომს, კარგად ხარ, ხო? ხა ვიყოთ მეორე მსოფლიო ომი. მეორე მსოფლიო ომი დაიწყეს ჰიტლერთან ერთად, მის გვერდით იყვნენ, მაგრამ მე შუა ომში მიხვდნენ რომ აგებს ეს გერმანია ომსო ხوار ჩაყვევით საფლავშიო. და რა ქნეს ხო იცით? ყველაფერი მუსოლინის დააბრალეს, ის დააპატიმრეს, თქვენს რომ ჩვენრაშუაში ვართ, კაცო. ამ შეგვასთინა ერთმა ადამიანმა და ჩვენ კარგები ვართ. მუსოლინი თვითონ დაიჭირეს. და ისევ რომ დამთავრდა ომი, მეორე მსოფლიო ომი, გერმანია გაასამართლეს, იაპონია გაასამართლეს, იტალია რაღაცა ხელი არ უხლიათ. ანუ არ უნდა ჩაყვეს საფლავში, როცა ხედავ რომ აგებს ტიპი ომს, არ უნდა ჩაყვეს საფლავში, არა აუცილებელი. ისტორიას გამარჯვებულები წერენ. აქედან შეკითხვა მოდი ახლა ლოიკურად წავიდეთ წინ. რას ნიშნავს ისტორიის სწორხარეს ყოფნა? სწორია, ლოგიკა. კი, ლოგიკა ნიშნავს იმას, რომ მათ მხარეს უნდა აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ ისინი დაწერენ ისტორიას. ხო, ეგ არის. გამარცხებულების მხარეს ჩემი მტერი აღმოჩნდა. ხო, ეგ არის. ეს მარტივი ჭეშმარიტება ძალიან. იტალიელებს არ ეშლებათ, გამარჯვებულები წერენ არის სამართლიანობა. მე ისინი ქმნიან საერთაშორისო ორგანიზაციებს, ისინი წერენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს. და იმის წინამდე თუ მიდიხარ, ეტყვიან მოიცა შენ რა. შენ რა ახლა წინამდე მიდიხარ საერთაშორისო ნორმების, ასლაპარაკოც არ შეიძლება. ხო და იტალიელები ახერხებენ ყოველთვის იმას, რომ იყვნენ გამარჯვებულების მხარეს. ყოველთვის. აი ამას ჭირდება მოხერხება. და როგორც გითხარით, ჩვენ მათ ტემპერამენტით, რა ვიცი, კლიმატით ყოველფრით გევართ, სამზარეულოთიც, ყველი, ღვინო ეს ყოველფერი ხო ეს თავარი ინგრედიენტები, მათი და ჩვენ სამზარეულოსი და ჩემი აზრით შეიძლება მათგან ვისწავლოთ ძალიან ბევრი რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენაირი ცივილიზაციაა. მე მყოფ რომ მე რამდენიმე ცივილიზაცია აქვს ჩემი. ღვინის მსმელების, ლუდის მსმელების, არყის მსმელების და არამსმელების. 4 ცივილიზაცია. ჩვენ და იტალია ვართ ღვინის მსმელებში ფაქტია. ჩვენ იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, აი ეს ხმელთაშუა ზღვის რეგიონი ვართ ღვინის მსმელების ცივილიზაცია. ზემოთ როადი ხა იწყება უკვე ლუდის მსმელების და თლად ზემოთ არყის მსმელების და ქვემოთ არამსმელების. ესე გამოდის, ხო? ბატონო? ნუ ცოტა იქით მოხვდით ჩვენ. მაგრამ ტემპერამენტით და ყველაფრით თქმა უნდა უფრო ამადგევარ და იმიტომაც იყო ეს ხვიჩარო ესე შეუყვარდა ძალიან ყველას, თავისიანი დაინახეს მასში. ფეგბურთით საახლოეთ იმ მსგავსი ეს ტექნიკური ფეგბურთი, ხო? ზემოთ რომ მიდიხო უფრო ძალოვანი ფეგბურთია, ხედავით ფეგბურთზე ესე ყველას არ გოგოებს არ გაინტერესებს მაინც, მაგრამ ამ სტუდენტებს ვერ იმოშვები ხოლმე. კაი, ბაშო, შეკითხვები სამ გავდავალთ გერმანიის გაერთიანებაზე და დავისვენოთ მე.
წარმოგერიდოს ყველაფერი შეიძლება. რა კი ხალხო, ესაც გარიგავდი ჩამოვარა თავიდან ბოლომდე მთლიან იტალიას. მთლიან და რა კაცო? ხო, ნუ აჰა. როგორც ეგეთი მე როგორ გაერთიანეს იტალია საბოლოოდ. ანუ თუნდაც რომში როესაც ჩავიდნენ და ის ყველა რომში არ შესულან, გაუარეს გვერდი უშუალოდ რომში არ შესულან რა. პაპს ვერ შეეხნენ. ოღონ ტერიტორიები წაართვეს პაპს. კი, და მხოლოდ მაშინ ჩამოყალიბდა ეს ვატიკანის ტერიტორია. ვატიკანის საბოლოოდ ჩამოყალიბდა მუსოლინის დროს ხოთაშორის. მუსოლინის დროს, კი. მუსოლინის დროს საინტერესო რაღაცები მოხდა. ერთი პაპთან ესე თქვა დაალაგდა ყველაფერი. ეს ერთი მან თითქმის ბოლომდე დაამარცხა იტალიური მაფია. იმიტომ რომ გასაგები უფრო სასტიკი მეთოდები ჰქონდა, ხო? და მე გაიქცა იტალიური მაფია საათო მიხვდებით იქიდან, ამერიკაში რა თქმა უნდა. მე ამერიკაში გაჯიჯილდა ეს მაფია, აქედან გაქცეული. და რა ვიცი, ბევრი რაღაც წამოიწყო. ხა რო არ შეშლოდა მას, რო არ აღმოჩენილიყო ჰიტლერის გვერდით და მე თვითონ სიგიჟებში რო გადასულიყო, არ დაეწყო ომი საბერძნეთთან და ასე შემდეგში. იყო შანსი რომ შესულიყო ისტორიაში არც თუ ისე ცუდ ლიდერად, იმიტომ რომ თავიდან მას ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა. მას შორის მთელი ჩერჩილის ოჯახი რო იწოდეთ. არ ვიგონებ ხა ფაქტია. ხო, და განდი აქებდა თვით, მაჰატმა განდი აქებდა და ასე შემდეგ. ოღონდაც მე ისტორიის არასწორ მხარეს აღმოჩნდა. ხო, ეს ცუდი დაწერეს გამარჯვებული. ხო, და თავისთავად ცხადია, მე ისიც გამოცხადა ბოროტების ერთ-ერთ იმას. თავიდან იყო ჩვეულებრივი დიქტატური. ამას გაგებით ვამბობ. მაშინ ევროპაში უმეტესობა ევროპაშიც კი სხვაზე აღარა საუბარი. სახელმწიფოს უმეტესობა იყო დიქტატურა. სულ 4 თუ 5 დემოკრატია იყო ევროპაშიც კი. წამოიდგინეთ ხო, რა ვითარება ამ დროს. მთელი აღმოსავლეთ ევროპა დიქტატურები იყო, მთლიანად თითქმის ყველა, ჩეხოსლოვაკია ერთი, არ მაშინ დემოკრატიული. დიქტატურა თავისთავად ცხადია ესპანეთი, ფრანკო მოდის, პორტუგალი დიქტატურა, ანუ იტალია, გერმანია და ასე შემდეგ საბჭოთა კავშირი თუ ენდეს ხო? ვინ ხრჩება? ვინ ხრჩება რაღაც ბენელუქსი ხრჩება, საფრანგეთი და ინგლისი დამთავრდა რა რეალურად და ესე. ნუ ზემოთ კიდე სკანდინავიაში კიდე ასე შემდეგ. და შესაბამისად იყო ერთ-ერთი დიქტატორი. უბრალოდ მე მოხდა ისე რომ გერმანიული ეს მესამე რაიხიც გამოცხადა ფაშისტურად და არა და ფაშიზმი არ იყო, ეს ნაციზმი იყო. ფაშიზმის გაცილებით უარესი ვარიანტი იყო. და ახლა ფაშიზმი შემოიტანა ოდესღაც მუსოლინიმ იტალიაში, ისიც ესე ვთქვათ მიაყოლეს ჰიტლერთან, თითქმის ჰიტლერისნაირ ბოროტებად გამოაცხადეს. რაც არ არის სწორი, მაგრამ ესეა, რომ არასწორ მხარეს აღმოჩნდები, მე ადექი და ამკისა შენი სიმართლე ძალიან რთულია. მაგრამ მეგობრობდნენ მაინც და ბატონო? რადგან მეგობრობდნენ ერთ-ერთი ადამიანი ერთ-ერთი ადამიანი, ვისთვისაც ჰიტლერს ჰქონდა აშკარად სენტიმენტები, იყო მუსოლინი. იმიტომ რომ მისი მასწავლებად თვლიდა. მუსოლინი განახორციელა მარში რომზე დაიზრა. რამდენიმე ქალაქი აიღო მისმა პარტია და რომზე წავიდა. და მე ჰიტლერმა იგივე მოინდო მიუნხენიდან დაიძრა ბერლინსკენ, მაგრამ მიუნხენშივე გააჩერეს ის მისი ამოხევის ცდილობა რო იყო. იქვე ჩაკლეს და ჩასვეს ციხეში მე. ანუ იგივე უნდა გაიმეორებია ზუსტად. და მე ჰიტლერმა თქო მუსოლინის რო გამიგზავნო შენი პორტრეტიო, შენი ხელმოწერით, მე თქვა იმან არ გაუგზავნა, იმიტომ რომ ფიქრობ ეს ვინ არის საერთოდ. სამაგეროდ აჩუქა თავისი პორტრეტი ხელმოწერით ჩერჩილის ცოლს და ეს გიჟღავდა სიხარულისგან. ხმარს ეუბნებოდა რომ გასკდა შურით ყველა მინისტრების ხალების შურის კდებიანო რა აქ ვინც არიან ნუ ინგლისელი ცოლებიო სხვა ხო ანუ ის ძალიან ისეთი პოპულარული ტიპი იყო ძალიან ეხლა იტალიაში მაფიას დაამარცხებ და მის დროსთან პირველად იყო რომ იტალიაში ზუსტი განრიგით არ აგვიანებდნენ მატარებლები ამას მიახსია და ეს გამოდიოდა ამ ხოლმე მიღწევები აქვს მაგრამ მე გაგიჟდა ალბანეთში შევარდა მე საბერძნეთში შევარდა იქ წააგო ომი ანუ მისი ოცნება იყო რომ ანუ ეხლა დუჩეზე ლაპარაკობთ ხო საინტერესო თემაა ეს მისი ოცნება იყო რომ რომის იმპერია ხო ამიტომაც ეომა იმას ეთიოპიას რომ კართაგენი დაემარცხებინა გაიგე ეგეთია ხო კართაგენი იმიტომ რომ კართაგენი ვინ არის შეხედა რუკას და ეთიოპიაო კართაგენიო დაასწრო და იომო იმასთან ხო და მისი სამყარო ოცნება იყო რომ იტალიელები მანდამაც ვერ ომობდნენ მე-19 საუკუნეში და მან თქვა რომ იტალიელებს ომი უნდა ვასწავლო ამიტომაც გაგზავნა ეს ხალხი იქით ესპანეთში სამოქალაქო ომში აომა მე შეიყვანა იმაში საბერძნეთში იქ აომა და მე დაჟე რუსეთში გაუშვა საომრა სტალინგრადთანაც ომდე და არ უნდა დაამხას რუსეთში ომი იტალიელებს რა რატო უნდა ეს რუსეთში ომი როცა გადასარევი ღვინო გაქვს გადასარევი საჭმელი გაქვს გადასარევი კლიმატი გაქვს გადასარევი ის გაქვს ყველაფერი გაქვს და გიშვებს ეს ომი უნდა გასწავლო გიშვებს რუსეთში ეხლა რომელი ნორმალური იტალიელი წავა რუსეთში საომრად რისთვის ხო გერმანელებთან ერთად ხო ეგ მომენტი იყო და
მაგარ მოიგონა ტერმინი სხვა შორის, ღერძის ქვეყანა, მაგან თქვა თავიდან, ხო. აი ეგეთი სიტუაცია იყო, მე-19 საუკუნეში, მე-20-ში ბოდიში, ამჯერად ევროპაში. მე ვიტყოდი, არანაკლებ საინტერესო, მაგრამ მე-19 უშუალოდ დიპლომატიისთვის, როგორც ასეთი უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო იმ გაგებით, რომ მე-19-ში იყვნენ დიპლომატიის ტიტანები. ბისმარკი, ტალეირანი, მეტერნიხი, კავურიც. ხა კავურმა რაც შეძლო, ხა ძალიან მოკლედ რაც მოუღებით. ამ სარდინიის კანცლერმა ეს სასწაულია, ხო? ამ პატარა საკმაოდ ღარიბი ქვეყნით, ძალიან სუსტი ჯარით იტალია გაერთიანა, იმიტომ რომ სწორი გათვლები ჰიბრიდული ომის ელემენტების გამოყენებითაც. ეხლა ამას ეხლა რუყვები ძალიან მარტივია, მაგრამ ეხლა ეს დაახლოებით ისეთივე რთული ამოცანა იყო ალბათ მისთვის, როგორც ეხლა ჩვენთვის არის საქართველოს გაერთიანება. ეხლა ჩვენ რო ვხედავთ აქ 30 წელია ვერ ვაერთიანეთ, ფაქტია, ხო? ხო. და ჩვენთვის მე მგონი აქტუალური იმიტომაც რომ სარდინია პატარა ჩვენსავით და სუსტი ჩვენსავით და ამ кейსიდან უფრო მეტი უნდა ვისწავლოთ ალბათ. იდეაში ჩვენი გაერთიანებისთვის, თუმცა გერმანიის кейსი ალბათ კიდევ უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო სერიოზული პროექტი იყო და თუ იტალიის გაერთიანება ასე თუ ისე, ოკეი, აიტანა ვიღაცეებმა, იმიტომ რომ რას დააშავებენ. აი გერმანიის გაერთიანება უკვე არავის არ უნდა თითქმის ევროპაში, იმიტომ რომ დიდი მონსტრი იშვა გერმანიის გაერთიანებით, რომლის გამოც მე ორივე მსოფლიო ომი დაიწყო. და შესაბამისად თითქმის ყველა წინააღმდეგი იყო, მაგრამ მაინც გაერთიანდა. ეს ძალიან საინტერესო кейსია, არა დავისვენოთ ამასობაში. თუ ვინა დარჩით და მელაყმეთ, რადგან მეც ვილაყმებ თქვენთან ერთად, ეს იყოს დასვენება. დიახ. 60-იან წლებში რა თქმა იტალიის გაერთიანება მე-19 საუკუნეში, როცა ორი დიდი ქალაქი რომი, ვენეცია, არ არის იტალიის ფაქტობრივად. 1871 წელს ხდება ეს ამბავი. ხო. რაღაცა ის ისტორიის გამიშკო 60-იან წლებია გაერთიანება. ნუ კავური მაშინ იყო, კავურს უკავშირდება. კავური მე გარდაიცვალა. ან როცა იბრუნებენ იმას, ვენეციას და რომს, კავური აღარ არის. და კავურის გარეშე იტალიის გაერთიანებაზე ვერ ვილაპარაკებთ. ეგ კაცი რო არ ყოფილიყო არ ვიცი. მოხდა ისე რომ იტალიას გაუმართლა, რომ აი ეს ადამიანი გამოჩნდა იმ დროს. როგორც ბისმარკი იყო გამართლება ცხადია გერმანელებისთვის. როგორც ბისმარკი ამბობდა, კარგ დიპლომატს სუდისგან გამოარჩევს ის, რომ ის შანსს ხედავს იქ, სადაც ვერავინ ვერ ხედავს. ვიღაცამ თქვა ამავის და ტალანტი არის ის ტალანტი აქვს იმ ადამიანს, ნიჭიერი ადამიანი არის ეს ადამიანი, რომელიც მოარტყამს მიზანში იქ, სადაც სხვები ვერ არტყამენ. ეს არის ნიჭიერი ადამიანი, სხვები ვერ არტყამენ, საარტყამს და გენიოსი არის ის, ვინც ხედავს მიზანს იქ, სადაც სხვები მიზანს ვერ ხედავენ საერთოდ. ნუ დაახლოებით იგივეც თქვა ბისმარკმა, რომ ნიჭიერი დიპლომატი ხედავს opportunity იქ, სადაც სხვები საერთოდ ვერ ხედავენ. და შეუნე გამოიყენო. აი ეგ კაურმაც აქ დაინახა ყირიმში ომი რომ მიდიოდა, და როცა კაურმა იქ ჯარი გაუშვა. ალბათ სხვა მას არ იზამდა არავინ. კაური მიხვდა რომ საჭირო იყო რომ რაღაცნაირად გაეხსენებინა თავის თავი ფრანგებისთვის. ფრანგებში გაიღვიძებინა, ფრანგების იმპერატორში ნაპოლეონ მესამეში გაიღვიძებინა რაღაცა სენტიმენტები, როგორც გითხარით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად საქართველოს უნდა შეეცადოს ჩემი აზრით რომ სხვა ქვეყნებს გაუჩინოს მის მიმართ, შეიძინოს დიდი ქვეყნების თვალში პირველ რიგში მოკავშირეების, რა თქმა უნდა, ხო? Sentimental value. რა არის sentimental value? რაღაცის მიმართ უფრო კაი დამოკიდებულება რო გაქვს, ვიდრე ის იმსახურებს, ხო? ეხლა მაგალითად, ჩემო შვილო მაჩუკა საათი, ამ საათის მიმართ მე მაქვს sentimental value, ხო? სხვა ყოველთან ერთად. აი ეს არის ზუსტად ეგ მომენტი არის. სხვა შორის საქართველოს როცა გაუშვა ავღანეთში ჯარი, ეს ხდება 2008 წლის ომის შემდეგ. დაახლოებით იგივე მიზანი იყო, რომ გაეხსენებია 8 წლის ომის შემდეგ ჩვენ ვიყავით საკმაოდ რთულ მდგომარეობაში დიპლომატიურად და ჩვენ რო ესე ვთქვათ მოგვეწონებინა თავი ხელახლა ჩვენი მოკავშირეებისთვის ჯარი გაუშვით ავღანეთში. რაც პრინციპში არ იყო იული გაწყვეტილება, იქ 30-მდე ჩვენი მეომარი დაიღუპა, მაგრამ მერე დავბრუნდით ისევ ნატოს გაფართოების დღის წესრიგში, ისევ ლაპარაკობდნენ რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ასე შემდეგ. მოყოლებული იქიდან. ეხლა ამ უკრაინის ომმა კი აურდაურია ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ პერიოდში საჭირო იყო ეგრე მოხდა. დარჩები თუ გახვალთ თუ როგორ გავაკეთოთ? მე ამიტომ დაგღალოთ, მე მინდა რომ ფორმა შეიყო გერმანიისთვისაც. ხო. ეს რა იცინება რაღაც მნიშვნელობის დიდი დამსახურება ნაპოლეონ მესამე რაღაც მომენტებში ვერ არ ქონდა სწორი გაფრთხილება და რაღაც მომენტში სულელიც იყო და აი მაგალითად ეგეთ ფეხის დასცენები თუ კაურისაც ხონდა რამაც კაურსაც. რაღაც მომენტში დალებითი გავლენა იქონია დამკველი არ არის. ჩვენ ყოველთვის უნდა შევეცადოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის გამოიყენოთ სხვისი სენტიმენტალობა. და ამას ამ ლუი ნაპოლეონს შეცდომა მქონდა თავის სენტიმენტალობიდან გამომდინარე, ზუსტად. და ეს უნდა გამოიყენოთ ჩვენი ინტერესებისთვის. თუ ვინმეს საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც დაუნდობელია,
ვინმე სენტიმენტები აქვს, ეს ჩვენთვის კარგია. აზია საუბარი. დიახ. რა უარყო ბოდიში? რა უარყო? რა შემოთავაზე უარყო? ულტიმატუმით მიმართა ავსტრიამ განიერება მოთხოვა. იმიტომ რომ ომში ჩაეცრია. ულტიმატუმს წამოგიყენებენ, ვარს უეუბნები ის ომს გიცხადებს იძულებულია. კავრს ომი უნდა და ავსტრიასთან. და პირდაპირ თვითონ ვერ უცხადებდა ომს. სარდინია ესე ხო ვერ გამოუცხადებ ომს პირდაპირ. ეხაც კი არ ხდება, პროვოკაცია იყო ჩვეულებრივი. ეხაც კი არ ხდება ეხლა ეს ჩვენ რეგიონში. რაღაც პუტინმაც კი ომი რო დაიწყო რაღაც მოიგონა ხო, ჩარი ხო? ხოლო მაშინ მით უმეტეს ევროპაში მით უმეტეს დიდი ხანი არ ხდება. ანუ რაღაც საჭირო იყო მიზეზი ომის დაწყებად. ესეთი მიზეზი ვერ იპოვეს. ამიტომაც თორსა ავსტრიამ ულტიმატუმით მიმართა სარდინიას, ამათ უბრალოდ ულტიმატუმს ვარი უთხრეს და ავსტრიას მე იძულებულია ომი გამოაცხადოს, იმიტომ რომ ულტიმატუმი განმეორდები ზუსტად ეგ არის. ვარის შემთხვევაში ომის ვიწყებ. დაპირების სამერბ ხა ჩვენ გერმანიას გავაერთიანებთ და იტალიის გაერთიანებასაც ბოლომდე მივიყვანთ. და როგორც მოგახსენეთ, გერმანიის გაერთიანება უფრო დრამატული იყო, იმიტომ რომ გაცილებით უფრო სერიოზული სახელმწიფო იქნებოდა ამ გაერთიანების შედეგად. გაერთიანებულ იტალიას რეალურად არაფერი ძალა არ ჰქონდა, რაღაც ძალად ის აქცია მუსოლინი, მაგრამ ეს ძალად დამარცხდა მე სასტიკად როგორც ჩვენ ვიცით, მეორე მსოფლიო ომში თვითონ ისე თქვა გამოაცხადა დანებება. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. გერმანია იყო წარმოდგენილი, ახლა თუ ჩაგვირთავ, სალომე ჩაგვირთავს. გერმანია იყო დაშლილი. გერმანიის დაშლა გაფორმდა 1648 წელს. დაიშალა ძალიან ბევრ სახელმწიფოდ. მერე ცოტა გამსხვილდა. ნაპოლეონის ომების შედეგად ცოტა გამსხვილდა, მაგრამ დაშლილი იყო. და რამდენიმე ძლიერი, ისე ვთქვათ, გერმანული სახელმწიფო არსებობდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იყო ავსტრიის იმპერია. ოღონდ ეს არ იყო მხოლოდ გერმანული, სხვები ცხოვრობდნენ, ჩამოთვალეთ წერან ხო, იქ ჩეხები და უნგრელები და ასე შემდეგ. მეორე უიმე, არა, ეს რა არის კაცო? რაღაც უფრო, აი ეს რომელია? აი ეს ზემოთ თეთრი, სულ კუთხეში, აბა ნახე ეგა? ხო, აბა შემახედე მაგას. გავშალოთ? ეს რობია მე მგონი კი. აი პრუსია, ჰანოვერი, აი ეს. ხო, აი ესე დაშლილი გერმანია. პრუსია, გამისტაგული, რუსია წავიკითხე. ბადენი. რომელი წელია გასვლა ეს? კაი, წავა. ხო, მოკლედ, რამდენიმე გერმანული ესე ვთქვათ სამეფოა, ზოგი პრუსია არის სიძლიერით მეორე ავსტრიის იმპერიის შემდეგ, ნუ იქ ბავარია, ჰანოვერი და ასე შემდეგ. რამდენიმე წვრილი შედარებით სახელმწიფოა. 1858 წელს იყო გაერთიანების ცდილობა და მაშინ არაფერი არ გამოვიდა. იმიტომ რომ აირია სიტუაცია გერმანიის გაერთიანების წინამდე გამოვიდა სხვა შორის რუსეთი მაშინ და შეუშალა მას ხელი, ანუ გერმანიის გაერთიანება, რა თქმა უნდა, მაშინაც არავის არ აწყობდა. პირველი, ვისაც არ აწყობდა გერმანიის გაერთიანება ევროპაში, ეს იყო საფრანგეთი. იმიტომ საფრანგეთი იყო ტრადიციულად ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ევროპაში, კონტინენტზე, ანუ კონტინენტზე ინგლისის გამოკლებით და ფრანგები ხდებოდნენ ძალიან კარგად, რომ თუ კი გაერთიანდებოდა გერმანია ავტომატურად ხდებოდა პირველი, იმიტომ რომ გერმანელები მეტნი იყვნენ ელემენტარულად ფრანგებს. სამი გერმანია დაშლილია, შვენიერი ფრანგები ძლიერები არიან. პირველ მსოფლიო ომში რომ დაამარცხეს გერმანია, ფრანგებმა მოინდომეს გერმანიის დაშლა. და როცა ფრანგებს უთხრეს რომ არ გცხვენია თო კაცო გერმანიის დაშლა გინდა თუ ეგრე არ გიყვართ გერმანიაო ფრანგების პრემიერ-მინისტრი კლემანსი უპასუხა რომ პირიქით მე მიყვარს გერმანიაო ამიტომ მირჩევნია ერთი გერმანია კი არა ორი გერმანია იყოს ან სამი ან 4 რაც მე უკეთესი ვიდრე მიყვარს ბევრი გერმანიაო ანუ გერმანიის დაშლა იყო საფრანგებისთვის უსაფრთხოების და ძლიერების ფორმულა მოყოლებული მე-17 საუკუნიდან როცა გერმანია დაიშალა და ამის წყალობით იყო საფრანგეთი იქცა ლიდერად ევროპაში ნუ ისევ და ისევ როგორც გითხარით ეგეთი რუკა ეგეთი გულწრფელობაა და როგორ უნდა გაერთიანოს პრუსიამ გერმანია თავის გარშემო და ესხვას თავს ხვებს და შემოიერთოს ესე მარტივად ხო არ მოხდება რა ვქნათ ანუ გჭირდება რაღაცა ბიძგი რომ დაძრას ყინული როგორც ბიძგი იყო იმ შემთხვევაში გახსოვთ რაღაც მოვლენა უცნაური
ფრანგების იმპერატორს ბომბი დაუდეს, მერე გაეღვიძა სენტიმენტები, შეხვდა კაურს, გარიგდნენ და მერე დაიწყო. აქ პიძგად იქცა ერთი უცნაური მოვლენა. ეხლა ისე და ის რომ წავიდეთ დეტალებში, დინასტიური და სამართალი და მსგავსი რაღაცები არ გვინდა მარტივად თქვა. დანიის შემადგენლობაში მაშინ იყო ორი მოგერმანულო მხარე, ერთი მთლიანად გერმანული ჰოლშტაინი და მეორე შლეზვიკი. და ეს ორი დანიის შემადგენლობაში იყო რაღაცა კონსტიტუციური ფორმით. თუ გინდათ გეტყვით დეტალებს, მაგრამ დაიღალებით არ გინდათ. მოგეთ დანიაში კონსტიტუციური კრიზისი მოხდა და დანიას ვერ ინარჩუნებდა ამ ორ იმას ვერ ინარჩუნებდა ორ გერმანულ მხარეს და გადაწყვიტა რომ მათ შესაძლებლად კონსტიტუცია შეეცვალა და დანია ექცია უნიტარულ სახელმწიფოდ, ანუ არანაირი კონფედერაცია, ფედერაცია, ერთიანი უნიტარული სახელმწიფოა. ამით დანიამ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები. ხო. ეხლა იწყება ძალიან საინტერესო მომენტი. დანია მოკლედ მოინდომა რომ ეს ორი გერმანული სახელმწიფო მიერთოს, აი ესე ბოლომდე, ყველანაირი ავტონომიის გარეშე. და ცხადია მან აღაშფოთა სრულიად გერმანელები ყველანი. და თავისთავად ცხადია გამოვიდა ამის წინააღმდეგი გერმანიის ორი ლიდერი სახელმწიფო, ავსტრიის იმპერია და პრუსია. და გერმანული საზოგადოებრივი აზრი მოითხოვს დანიის წინააღმდეგ ომის დაწყებას. ეხლა გამოდის ასპარეზზე ჩვენი გმირი სალომეს თხოვნით, სალომეს თხოვნით რა. ალბათ ყველაზე დროის უძლიერესი დიპლომატი ბისმარკი და ის ამ გერმანული საზოგადოებრივი აზრის მოთხოვნას რომ დაიწყონ დანიის წინააღმდეგ სასწრაფოდ ომი და გადაარჩინონ ეს ორი გერმანული სამეფო, ის პასუხობს არავითარ შემთხვევაში. ჩვენ პრუსიელები მივოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ არ წავთ საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სწორი გათვლა გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, საერთო შეთანხმებების მიხედვით ამ ორ გერმანულ სამეფოს შლეზვიკს და ჰოლშტაინს დანიის შემადგენლობაში ავტონომია ეკუთვნის. ბისმარკი ამბობს, მე ეს ორი ტერიტორია კი არ მინდა რომ წავართვა დანიას არანაირად, მე მინდა რომ დანიამ შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულება, ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს. აი ეს მინდა. უყურეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. მე ტერიტორიის წართულობა კი არ მინდა, მე მინდა რომ იმან შეასრულოს აღებული ვალდებულება. აი დიპლომატია. ყოველთვის მალავ ჩემს განზრახვას კეთილშობილური მიზნებით. მე კი არ მინდა რომ ვიღაცა დავიპყრო. არა, მე ვიცავ იქ ცხოვრებ ჩემ თანამოქალაქეებს. მაგალითად სიტყვაზე, ხო? ანუ ყოველთვის ვეძებთ ლამაზ სარჩულს ომის დაწყებისთვის. რა თქმა უნდა, ბისმარკს ეს არ ეშლება. დანიამ არ შეასრულა საერთაშორისო სამართლით და შეთანხმებით აღებული ვალდებულება ერთი მიზეზით, იმედი ჰქონდა რომ ინგლისი დაიცავდა. ყოველთვის პატარა სახელმწიფოები რო თავხედობენ, არიან ვიღაც დიდი სიმეძზე. ინგლისმა არ დაიცვა. ვერ დაიცვა. იმიტომ რომ მოკავშირე ვერ იპოვა. ინგლისი დაინტერესებული იყო იმით, რომ დანია ყოფილიყო უფრო ძლიერი. რატომ? ინგლისი ცდილობს, რომ ევროპაში იყოს ძალთა ბალანსი. პატარების გაძლიერებას ცდილობს და დიდების დასუსტებას. ჯერ კიდე მაკიაველი გვასწავლის თავისი დავიწყარ წიგნში პრინციპო, ანუ პრინც თავარი. გააძლიერე სუსტები, დაასუსტე ძლიერები. ბალანსი შექმნა. და ამიტომაც ინგლისს სურდა დანიის დაცვა, მას არ უნდა რომ დანიის ესე თქვა სანაპიროები გადასულიყო გერმანელების ხელში, გერმანელები ძლიერები არიან, თავისთავად ცხადია, მაგრამ მოკავშირე ვერ იპოვა ხმელეთზე. ორი პოტენციური მოკავშირე იყო მხოლოდ საფრანგეთი და ინგლისი, ესაა ბოდიში რუსეთი. ორივე ბარი უთხრა. ორივე ნაწყენი იყო მაშინ ინგლისი. რუსეთი ნაწყენი იყო ინგლისზე ყირიმის ომის შემდეგ. ინგლისმა მაშინ რუსეთის წინააღმდეგ იომა და ფრანგებიც ნაწყენი იყო ინგლისელებზე, ოღონდ ეხლა რატო არ მკითხოთ, ძალიან შორს აგვიყვანს. ორი ნაწყენები იყვნენ დამიჯერეთ. და დარჩა ავსტრია, ბოდიში დანია მარტო პრუსიასთან და ავსტრიასთან, რა თქმა უნდა ომი წააგო და ეს ორი ტერიტორიაც მას ჩამოართვეს და სამართლიანობა აღადგინეს, მოდი ესე ვთქვათ. მე ამ ორი ტერიტორიის გამო დაიწყო დაძაბულობა ავსტრიასა და პრუსიას შორის ელემენტარული მიზეზის გამო. ხა ავსტრია ქვემოთ არის, ხო და პრუსია ზემოთ არის. შესაბამისად ეს ორივე ტერიტორია როგორც უნდა გაიყონ, ორივე მაინც იქნება პრუსიის გავლენის ქვეშ. ხო, ეს ელემენტარულია. ავსტრიელები ამას რო ხვდებოდნენ, საქმე საბოლოო ჯამში იქამდე მივიდა საქმე, რომ დაიწყო მათ შორის ომი. ავსტრიასა და პრუსიას შორის და ორივე მხარე ცხადია ომისთვის ემზადებოდა სერიოზულად.
ყოველთვის როცა გვინდა რომ ჩვენ რაიმე შევცვალოთ, რაიმე გავაფუჭოთ ან გავაკეთოთ, ამ შემთხვევაში გერმანია გავერთიანოთ, ეს ნიშნავს რას? არსებული წესრიგის, არსებული სტატუს კოს შეცვლას. და სტატუს კო იცვლება მხოლოდ და მხოლოდ ომის შედეგად. დღევანდელ მსოფლიოს ლიდერი რა თქმა უნდა არის ამერიკა. და ეს არ შეიცვლება მანამდე, სანამ ამერიკა ომში არ დამარცხდება, თუ ომში დამარცხდება უდესღაც. ანუ შენ თუ გინდა სტატუს კო შეცვალო, უნდა იომო ყველა ვარიანტში. ევროპაში, გერმანიაში კონკრეტულად არის ეს სტატუს კო, ეს დაშლილი გერმანია, ეს რომ შეიცვალოს, უნდა დაიწყოს ომი. ომის მიზეზის გამოჩნდა ვერ იყოფენ იმ ტერიტორიებს. როგორ გაიყოს ეს კი დეტალებია ჩახტართული და დამეჯერეთ არ გვინდა. იმიტომ რომ გასწრებით უფრო საინტერესო რაღაცები არის კიდე დარჩენილი და უფრო მარტივი. ჩვენ გვინდა საინტერესო მარტივი, საიდანაც რამეს ვისწავლეთ. ძალიან თქვა გავირთულებ ცხოვრებას რთული ესეაც. ხო და ეხლა თავისთავად ცხადია ეს ამბავი ვის არ უნდა მოეწონოს. ვინო დააშინოს აი ამ პერსპექტივამ, რომ ამათ შორის ომი რო იწყება პრუსიას და ავსტრიას შორის. ამას შეიძლება გერმანიაში სტატუს კოს შეცვლა გერმანიის გაერთიანება მოყვეს. ვინდა შეაშინოს ამ ამბავი ყველაზე მეტად. აბსოლუტურად მართალი. კი ბატონო და ბისმარკი ამას კარგად ხვდება. ეხლა ბისმარკი იმიტომაა ჭკვიანი, რომ სხვებსაც მიაწერს თავის ჭკუას. ზეგებია, ხო? ანუ ბისმარკი ფიქრობს, სხვებიც მისნაირი ჭკვიანები არიან და ამიტომაც აი აქედან გამომდინარე მუშაობს მათთან. ეგაა, ხო, ჭკვიანი ადამიანს ყველა ჭკვიანი გონია. ხანდახან ეს არა სწორი, იმიტომ რომ ვიღაც იგიჯეს რო ჩაიდენს, შენ ცდილობ რომ იმას რაღაცა რაციონალური ახსნა უპოვო და მე ხვდები რომ გააფრინა იმან და ამიტომ აკეთებს. ხო ხდება ეგეთებიც. მაგრამ ეს ჯობია ყველა ვარიანტში იმას რომ გარშემო ყველა სულელი გონია და შენ გათვლებს ამაზე აგებ რომ ის ხო სულელია ჩემსავით. და შენ რო არა, შენ რო სულელი ხარ ვერ ხვდები, მაგას რო ხვდებოდი უკვე სულელი არ იქნები, ხო, ეს სხვა ამბავია კიდე. სულელი ვინც მიხვდა რომ სულელი აღარა სულელი. ამით ბისმარკი ჩადის ამიტომაც ნაპოლეონთან, იმ ნაპოლეონთან, ვინც იტალიის გაერთიანებაში ითამაშა სერიოზული როლი და ელაპარაკება რა. და ელაპარაკება ტესტავს, ესე ვთქვათ, რომ აი რას აპირებს ეს კაცი. ეხლა ისე და ისე ბისმარკს ახან მიაჩნია, რომ მას უნდა მიუდგეს როგორც ჭკვიან ადამიანს, ელაპარაკება, რომ აი ეხა ეს ომი რო დაიწყება ეუბნება თქვენ რას აპირებთ? თან ცდილობს რომ რაღაცნაირად ჩააგონოს ლუი ნაპოლეონს, ნაპოლეონ მესამეს, რომ ეს ომი გაიწელება. რაც რა თქმა უნდა ფრანგების ინტერესებში არის. ანუ ფრანგების ინტერესებში რა არის, რომ გერმანელები ერთმანეთი ხოცონ, აი როგორც 30 წლიანი ომის დროს, დახოცონ ერთმანეთი გერმანელებმა კარგად, გერმანია კიდევ უფრო დასუსტეს, კიდევ უფრო დაიშალოს, ეს ფრანგეთს კიდევ უფრო აწყოს, იმიტომ რომ აქ თუ არის რაღაცა 30 გერმანია იქნება 100 გერმანია გაჩნდეს მის ადგილას, ხო? ეგ უნდა ფრანგებს. და ბისმარკი ამას აწყვეტებს, რომ ალბათ ომი გაიწელება და ეუბნება აი ამერიკაში რო იყო სამოქალაქო ომი, რამდენ ხანს გაიწელა უყურებო. ანუ თან აწყვეტებს ამას. ხო, თან ეუბნება რომ თქვენ რას იზამ თუ დაიწყო ომი. და ლუი ნაპოლეონი, ბოდიში ნაპოლეონ მესამე, ეუბნება რომ მე ნეიტრალიტეტს შევინარჩუნებ, ოღონდ კომპენსაცია მჭირდებაო. აი ეს რო თქვა ნაპოლეონმა, ბისმარკი ხვდება რომ ნაპოლეონი ვერ იაზრებს რეალურად რა საფრთხე შეიცავს მისთვის ავსტრიასა და პრუსიას შორის ომი, ვერ იაზრებს, იმიტომ რომ ვაჭრობას იწყებს და ეუბნება რომ კომპენსაცია მჭირდება. ნუ ბელგია მინდა, ლუქსემბურგი მინდა და ბისმარკი ეუბნება, უი, რაზეა საუბარი? რაც კიდე წაიღე. ანუ ბისმარკის ამ ეტაპზე მთავარი არის რომ საფრანგეთი დარჩეს ნეიტრალური, არ ჩერიოს ამ ომში, აცადოს პრუსიას დამარცხება ავსტრიის და მერე უკვე ხა რო გაიმარჯვებ ომში იმ ლუქსემბურგს და იმას ან მისცემ ან არა, ხო? ეგ ჩვეულებრივი გადაგდება ჩვეულებრივი ამბავია ცხოვრებაში და მით უმეტეს საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორც გითხარით, განმეორდები კიდევ ერთხელ, გაცილებით უფრო დამუნდობელი და შესაბამისად გადაგდება იქ უფრო მეტად მოსულა. რაზეა საუბარი? ეხლა აქ თუ შევსწრება გადაგდება იქ მეგობრები არიან, რაღაც საზოგადოებრივი აზრი და ასე შემდეგ, იქ არა გასა. იქ თავრე გაიმარჯვო, მე გააფორმებ ამას ლამაზად, არა პრობლემა. მოისყიდი წერლებს, იურისტებს დააწერიებ, რომ შენ იყავი მართალი. არა პრობლემა. კი არ გადააგდო. სამართლიანად მოექცა, ესე იტყვიან. აი ხა кейსი ავიღოთ ძალიან მარტივი რა, ასე. სავარჯიშო გავჩერდეთ, ახლა დავისვენოთ, სავარჯიშო кейსი ავიღოთ. წარმოვიდგინეთ, ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი სახელმწიფო. რომელსაც ჭკუას ეკითხებიან. და სადღაც მეზობელ სახელმწიფოში დავარქვათ რაღაცა ამენ დავარქვათ. დავარქვათ. სახელი მეთხრეთ რაიმე.
ქვეყანას სახელი მოუგონოთ, რა მე არის ვერ ეწყინოს ახლა მე სახელი მოიგონოთ. პენტოსი, ხო. პენტოში ერთ-ერთი პროვინცია აჯანყდა. პროვინციას დავარქვათ პუნტოსი. ხო. ხო, პენტოში აჯანყდა პუნტოსი, პატარა პროვინცია. ხო. ჩვენ თუ პენტოსი მოგწონს და მის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერთ მხარს, რა განცხადებას გავაკეთებთ? ჩვენ თუ გვინდა რომ პენტოსი ძლიერი დარჩეს. ჩვენ გმობთ ტერორისტების აჯანყებას, ვიტყვით, ხო? ჩვენ გძობთ პუნტოსელ ტერორისტებს და მხარს უჭერთ საერთაშორისო სამართლის ნორმებში აღიარებულ პენტოსის ტერიტორიულ მთლიანობას. ხო, რა თქმა უნდა, ხო. არა, კაც მნიშვნელობა არ აქვს, თავარია ჩვენ მეგობარი იყოს. ეხლა ავიღოთ მეორე ვარიანტი. ჩვენ პენტოსი არ მოგწონს, მისი დასუსტება გვინდა. ამ შემთხვევაში რას ვამბობთ? ჩვენ უჭერთ პუნტოსელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისათვის ტირანის წინააღმდეგში. ანუ საიდანაც გვინდა ისე მოობა მტყურს, იმის მიხედვით ჩვენ როგორ გვაწყობს, ხო? თავი ძლიერები ვიყო და ამის თავი გქონდეს, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, თორე ყველა ვარიანტში ვიპოვეთ ჩვენ ისეთ wordings, რომ გავაკეთილშობილებთ ჩვენს ამ პოზიციას. ან უჭერთ ხარს ტერიტორიულ მთლიანობას, ან უჭერთ ხარს თავისუფლებისთვის მებრძოლებს, freedom fighters. ეგ არის საერთაშორისო ურთიერთობების ჯამში მოკლედ რა. როგორც გვაწყობს, ისე ვაკეთებთ. აბსოლუტურად გამართლებულია, იმიტომ რომ ყველა სახელმწიფო იბრძვის გაძლიერებისთვის, გადარჩენისთვის და ამიტომაც ეგრე მოსულა. ჩვეულებრივი ამბავია. ეს ლირიული გადახვევა სავარჯიშო. ჩვეულებრივი. მარტივი, მაგრამ ჭუისასწრებელი. დაუბრუნოთ ახლა ამ მინათ. მოვით ამან უთხრა რაზეა საუბარი, შენ ყველაფერს უფლება გაქვს მოითხოვო. ეხლა მე წავედი უკან და უხარია ხდება, რომ ფრანგების იმპერატორი ვერ იაზრებს ამხელა საფრთხე შეიცავს მისთვის გერმანელებს შორის ომი. და აგრძელებს ომისთვის მზადებას და ფიქრობს, რომ აი მოკავშირე მჭირდება მაინც ამ ავსტრიის წინააღმდეგ. თან ამ დროს ის სიტუაცია, რომ მან იცის, როცა ავსტრიასთან ომი იქნება, ყველა სხვა გერმანული სახელმწიფო ავსტრიას დაუჭერს მხარს, და რატო იცით? ავსტრია ვერავაკეა და პრუსია გარეუბანია. ეხლა უყურეთ, ეხლა თბილისის გაერთიანებისთვის, რომ ეხლა დაიწყოს ხომას გაერთიანება რომ მოინდომოს ვერავაკე, ყველა ტაშს დაუკრავს, ხო, დიდუბეს და გლდანიც, მაგრამ უცებ რო თქვას, არ დავასახელებ რომელსაც გარეუბანმა რომ მე უნდა გავერთიანო, ეთქვენ რა შენ რატო კაცო? ვერავაკეს კი, მაგრამ შენ არ შენთან არ შევუვალთ. ესმით ეგ მომენტია. ამიტომაც ყველა მოკლედ დაუდგა ვერავაკეს გვერდით მართლა რომ დაიწყო ეს ომი, ანუ ავსტრიის იმპერიას. აი ამან ბისმარკი იცის, რა თქმა უნდა, ფიქრობს რომ მოკავშირე მჭირდებოდა, ხა მოკავშირე ვინ? რა თქმა უნდა იტალია, იმიტომ რომ იტალიას ვენეცია უნდა ავსტრიას წაართვას. და იტალია მე მართლა იომებს ამ ომში მიიღეს მონაწილეობას, წააგებს, მაგრამ ვენეცია მაინც დარჩება. იტალია ესე ახერხებს ყოველთვის ომს აგებს, მაგრამ მაინც მას რჩება ტერიტორიები, გენიალურია ესე და ისე რა. ხოდა, ნუ ფრანგებიც მე ჩაერივნეს საქმეში და უთხრეს ავსტრიას, რომ შენ თუ გინდა რომ ჩვენ ისე ვთქვათ, ფრანგები ავსტრიასთან გავიდნენ ცხადია კავშირზე, უთხრეს რომ ნუ ვენეციამ დაუთმო იტალიასო რა. ავსტრიელებმა უთხრეს რომ ოღონდ თქვენ ახლა არ ჩაერიოთ, ოღონდ თქვენ გვაომეთ, ჩვენ პრუსიას ომს მოუგებთ, ვენეციას დაგითმობ და შენ თუ გინდა ავსტრიას მივიდიში, იტალიას მიეცი თუ გინდა შენ დაიტოვე. და კიდე რაღაც ტერიტორიას მოგცემთ პრუსიის ხარჯზე, არა პრობლემა, რაღაც მონებიან რომ მოგრეთ რაც გინდათ თქვენი რა. ოღონდ ჩვენ ახლა პრუსიას დავამარცხოთ და მივხედავთ. ყველას გონია ატომღაც რომ ნაჩვენად ფრანგებსაც გონიათ, რომ პრუსია მომს წააგებს. ერთი მარტივი მიზეზის გამო. აი ეს ხუთი დიდი სახელმწიფო რომ მართავდა მთელ მსოფლიოს და რა თქმა უნდა პირველ რიგში ევროპას, ამ ხუთიდან ყველაზე სუსტი იყო პრუსია. ყველაზე სუსტი იყო ამათში, რუსეთზე სუსტი, საფრანგეთზე და ასე შემდეგ. და შესაბამისად პრუსიის არმია არ იციან, რომ სინამდვილეში ძალიან ძლიერია. ანუ არ არის ფავორიტი რა, ანდერდოგია. და ყველა ფიქრობს, რომ ეხლა ამ ანდერდოგმა რა უნდა ქნას მთელ დანარჩენ გერმანიას ეომება. ამით იყო განპირობებული ალბათ ეს ლუი ნაპოლეონის აი ეს მოდუნებულობა რა, რო თქვა რომ კაი, მიდი იომე, რა პრობლემაა. და რომ დაიწყო მე ეს ომი, პრუსიის არმიამ გადაუარა ყველა სხვის არმიას. მე ვერავაკეც მეაყოლაზეთ. და დაიძრა რვალი ბაღისკენ, ანუ ვენესკენ რა. ანუ დედაქალაქისკენ. აი ძალიან საინტერესო ამბავია, როცა დამარცხდა ავსტრიის იმპერია და სხვებსაც მოუგო ბრძოლები ამ პრუსიამ, ვენესკენ რო დაიძრა ჯარი, ვენესკენ დაძრული ჯარი ბისმარკმა გააჩერა პირადად. ანუ მეფეს უთხრა რომ გავჩერდეთ ვენის აღება არ შეიძლება. ასე მეფე ეკითხება რომ კაც როგორ არ შეიძლება, კაცო ვერავაკე დავამარცხე მთელი ცხოვრება დამცირებული ვიყავი გარეუბანი სადღაც და ძლივს ეხლა ამდენ დამცირების გამო შური ვიზიე და ეხლა არა ვიღო ვენა, ეს უნდა არა. და რატო? ეხლა ბისმარკი არ ეუნება თავის არგუმენტებს, იმიტომ რომ მეფე მანდ ამას დიდი ჭკუის კაცი არ იყო, ამიტომაც მიხვდა რომ ვერ გაიგებდა
ამიტომაც სხვა რაღაცები ვთქვა, მისი მთავარი, ესე ვთქვათ, მიზეზი რის გამოც მას არ უნდა ვენის აღება, იყო მარტივი. მას არ უნდა დამარცხებული ავსტრიის დამცირება. მას უკვე გააზრებული ჰქონდა, რომ ოდესღაც ავსტრია დაჭირდებოდა პრუსიას როგორც მოკავშირე. და მე მართლა ესე იქცა კიდევაც. პირველ მსოფლიო ომი რო დაიწყო, გერმანიას ერთი მოკავშირე შემორჩა ავსტრიის სახით. მეტი არავინ საერთოდ. მეტი გერმანია სერიოზული მოკავშირე ამ ომში არ ყოლია. პირველ მსოფლიო ომში. ბისმარკის წყალობით მოხდა ეგეც. ავსტრია მან მოიბა ბოლომდე. გერმანიის იმპერიას მიაბა. ეს იყო მისი მთავარი мотиваცია. ანუ ბისმარკის ერთ-ერთი ღირსება არის ის, რომ მას არასოდეს არ ღალატობს ზომიერების გზნობა. მტერს უამარცხებს ის რომ გაჩერდეს რაღაც მომენტში მტერი არ დაამციროს. იმიტომ რომ დამარცხებული მტერი თავისთავად ცხადია წესით შურიზიებაზე ფიქრებს და რა უნდა ქნა? შენ უნდა გაუქრო მას შურიზიების ან საშუალება ან სურვილი. საშუალება უნდა გაუქრო, ეხლა სულ ხარ მოსპობ იმ ქვეყანას, ამიტომ სურვილი უნდა გაუქრო როგორღაც. უნდა მოექცე მობიერად რაც შეიძლება ცივილურად და ასეც მოექცა პრინციპში. ომი სწრაფად მორჩა. ისე სწრაფად მორჩა, რომ საფრანგეთმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, ვერ ჩაერია. და ომის დამთავრების შედეგად მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. პრუსია, ესე ვთქვათ, პრუსიამ გააფორმა სამხედრო ალიანსი ჩრდილოგერმანულ სახელმწიფოებთან. ავსტრია გაეთიშა საერთოდ გერმანიის საქმეებს, უთხრეს რომ შენ ახლა ნახვამდის გერმანია დაივიწყე, აქ პრეტენზია აღარ გაქვს და კიდევ შეიქმნა სამხრეთ გერმანული სახელმწიფოების რაღაც საკე კონფედერაცია კავშირი. ახალი გერმანია შეიქმნა, ოღონდ არა გაერთიანებული. პრუსია ცოტათი გაძლიერდა, მაგრამ ეს კიდევ არა გაერთიანებული გერმანია. და მე ბისმარკს მიადგა ეს ნაპოლეონი უთხრა კომპენსაცია მინდაო. ემა უთხრა რომ რა გინდა? ეხა იწყა ბისმარკის აი არ ვიცი მე აი ილეთებს ვნახავთ ეხა ჩვენ რა ილეთებს იყენებს. დიპლომატიაში თავის ილეთები არსებობს. ეხა ილეთები შეიძლება ისწავლო მარტივად, ხო? მარჯვენა ხელი და არტყა მარცხენა ხელი. მარტივია ყო, მოძრაობა ყველამ შეიძლება ისწავლოს, არა? მაგრამ ილეთის საიდუმლო რა შემდგომარეობს ხალხო? რო არის რა? არა, მარჯვენა ხელის მოქნება ყველამ იცის. ილეთ გეტყვი და არტყი ყბაში. არა, რა მომენტში უნდა გამოიყენო? აი ესა ნიშნულობა, რა მომენტში უნდა გამოიყენო, ხო, ესაა. თორე ყველა სასწავლი ფეხი აქნიე გაარტყი. ყველა დახვეწავს ფეხის ქნევას, ხელის ქნევას. ტვინი, საჭირო რა მომენტში უნდა დაარტყა, ეგ არის ზუსტად რა. და ცნობილი ზღაპარია კაცზე, ხო იცი, რომელსაც არ იცოდა რა დროს რა უნდა ეთქო. კონტექსში რომ მიდიოდა, ეუბნებოდა რომ გისამძიმრებთო, პანაშვიდზე რომ მიდიოდა, ეუბნებოდა გილოცავთო. ანუ უნდა იცოდა რა მომენტში რა თქვა საათი, ეგ მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი. ხო და ფრანგები უთხრეს რომ გვინდა რაღაც სამხრეთ გერმანული ტერიტორია. ბისმარკმა უთხრა რომ კი მომწერეთ ოფიციალურად. მისწერეს ბისმარკს ფრანგებმა. სამხრეთ გერმანული ტერიტორია გვინდა კომპენსაცია. ჩვენ რომ ნეიტრალურები ვიყავით ომში და გაცალეთ ომი, სად არის ეგრე? ბისმარკმა უთხრა, ოკეი, აიღო ეს წერილი, სადაც ფრანგები ეთხოვენ სამხრეთ გერმანულ ტერიტორიაზე, აჩვენა სამხრეთ გერმანულ სახელმწიფოებს. უთხრა, ნახე რა დღეს შეიძლება ფრანგები. შემოდით ჩემთან ალიანსში რომ შემოხვიდეთ, უნდა დაგიცვათ. უთხრეს, უიმე რას. იმათ შეეშინათ, შევიდნენ ჩუმად, გააფორმეს ფარული ალიანსი პრუსიასთან. ხო, მე უთხრა ბისმარკმა, არა, გერმანულ ტერიტორიას ვერ მოგცემთ, რამე სხვა ვიფიქრეთ. ნუ მაშინ ბელგია მინდაო. იცი წერილობით მომაწოდეო რა. ნუ ეხლა ცოტა ვაზვიათებ ის გავხატო რა ხო. მეიღო წერილობით და შეინახა, არავის არ ანახა, ოღონდ გააგებია ინგლისელებს რომ ბელგიას ვთხოვსო. ოღონდ არ ანახა ინგლისელებს ეს წერილი რა. ინგლისელმა ფრანგებს შემოუთხრეს ბელგია მართლა გინდაო? მე მოთქვა არა, რაზეა საუბარი, ტყუილია ვინ გითხრათ. ეხლა ინგლისელს ბელგიის მიმართ ჰქონდათ ყოველთვის მძიმე დამოკიდებულება მარტივ მიზეზის გამო. ბელგიის სანაპირო უყურებს პირდაპირ ინგლისს. შესაბამისად ინგლისს არ უნდა რომ ბელგიას დაბატრონებდა რომელიმე ძლიერი სახელმწიფო, საფრანგეთი მათ შორის. მათ თუნდაც რომ ბელგია იყოს დამოუკიდებელი პატარა. იმიტომ პატარა ბელგია მათ საფრთხეს ვერ შეუქმნის, მაგრამ თუ კი ბელგიის სანაპიროს დაისაკუთრებს ან გერმანია, საფრანგეთი ცუდია, ხო? ბალანსი გაუძლიერო პატარა ბელგია. დავასუსტოთ გერმანია, საფრანგეთი. ისევ და ისევ მაკეოდის რჩევა. და ბოლოში შეთანხმდნენ ლუქსემბურგს მოგცემ უთხრა. მაგრამ ეს არ იყო ესე მარტივი მოსაგვარებელი, ლუქსემბურგში იდგა მაშინ პრუსიული არმია, მაგრამ ლუქსემბურგი იყო ჰოლანდიის მეფის საკუთრება ფორმალურად. და უთხრა რომ ოღონდ ეხლა იცი რა ქენიო? არ გახმო ბისმარკი ეუბნება ნაპოლეონს, არ გახმოურდეთ საბავი თქვენ თუ მოურგით როგორმე ჰოლანდიის მეფესო, რომ იგივე გამოგიფორმოთ ლუქსემბურგი და მე პრობლემა არ მაქვს. ლუქსემბურგს მართლა აძლევს რა, ხო? ნუ ფრანგებმა ჩაატარეს ბრწყინვალე სპეცოპერაცია, ჰოლანდიის მეფის საყვარელს მისცეს ფულები, ქალს. იმანაც შეავედრა, გიყვარვარ თუ არა ძვირფასო უთხრა. მოგვარდა ეს ლუქსემბურგის გადაბარება ფრანგებისთვის და ყველაფერი გააწყვეტილი იყო, მაგრამ
მე ეს ამბავი გასკდასავით რა ჰოლანდიის მეფე ანერვილდა და პრუსიის მეფე კითხა რა ხდებაო დავთმო მეო ეს ლუქსემბურგიო და პრუსიის მეფე მითხრა მე არ ვიცი არაფერიო ანუ ბისმარკი არ ეკითხებოდა არაფერს თავის მეფეს ეგეთ რაღაცებს საერთოდ რა ნუ დაინახა ბისმარკო ეს ამბავი გასკდა და გახმაურდა და უკვე ვეღარ დაიმალება თავის ხელით ჩაშალა ძალიან მარტივად ეს ამბავი გააგებინა მაშინდელი პრუსიის ერთ-ერთ ყველაზე მყვილად და პოპულის ლიდერს პოლიტიკოს ეხლა არ მინდა ვიღაცის გვარი ვთქვა მაგრამ ყავს ეგეთები საქართველოში ღრიალებენ 20 საათ ქუჩაში რაღაც სიგიჟეებს გააგებინა იმას გამართა მიტინგები ეხლა ცოტა ვაზვიადებ თანამედროვე გამართა მიტინგები აყვირდა რომ მოღალატე ბისმარკმა ჩააბარა საფრანგეთს ეს მიწები ამ სოროსელმა მასონმა და რა ვიცით ასე შემდეგ და ბისმარკმა უთხრა ფრანგებს რომ აქვნა მოუყურებ რა ხდება რაში და ლუქსემბურგის ფრანგები ვერ მიიღეს მოკლედ რა ესე გამოვიდა რა თქმა უნდა ძალიან დაიბოღმა ამაზე ნაპოლეონი თავისთავად ხადია რომ დარჩა ხახამშალი ვერაფერი ვერ მიიღო რა ხო და ნუ საფრანგეთის პოლიტიკური ელიტა ნაწყენია ძალიან პრუსიაზე და შურიზებაზე ოცნებობს და შურიზების შანსიც მალე მიეცათ ოღონდ ძალიან ცუდად დაუმთავრდათ ნუ სიტუაცია იძაბება ამ დროს და ისევ და ისევ ორივე ქვეყანა პრუსია და საფრანგეთის ომისთვის მზადებას იწყებენ და აქ აღმოჩნდება რომ საფრანგეთს მოკავშირე არ ყავს პრუსიის წინააღმდეგ და რატომ იდეაში ხა იტალია შეიძლება გადმოიბიროს თავის მხარეს მაგრამ რომში ფრანგები დგანან და რომს არ უბრუნებს არაფრით ნაპოლეონი იტალიას ანუ რომის გამო იტალია დაბოღმილია საფრანგეთს იდეაში რუსეთი შეიძლება იყოს მოკავშირედ მაგრამ არც ის არ გამოდის იმიტომ რომ ამ დროს საფრანგეთი გლობალური ისე თქვა იმპერია შეიძლება ითქვას და ინტერესები ყველგან აქვს მათ შორის თურქეთში რუსებს უნდა თურქეთის დასუსტება და საფრანგეთს უნდა თურქეთის გაძლიერება შეარჩუნება. აქაც ვერთან ხდება, აქ ვერთან ხდება რუსებთან. ეხა ავსტრია შეიძლება იყოს მისი მოკავშირე, მაგრამ ავსტრია დამარცხებულია და კიდე ერთი ომის თავი არ აქვს, თან ეხა პრუსია კარგად მოექცა და ეხა კიდე ერთი ავანტურა პრუსიის წინააღმდეგ არ უნდათ რა, ეს ვერავაკე ერთხელ გადარჩა, ეხა მეორეჯერ ვეღარ გადარჩა ეს. ნუ მოკავშირე არ გაქვს საერთოდ რა. საქმეზე რომ იდგება და მე რითქვა ძალიან საინტერესო კრიზისი. კრიზისი მოდის ეხა არ ვიხსენებია საერთოდ ეს ქვეყანა ჩამოწერილია ამ დროს 19 საუკუნეში. არანაირ როლს აღარ თამაშობს, ერთ დროს ძალიან ძლიერი იმპერია იყო ესპანეთი. ესპანეთი დეგრადირდა და 19 საუკუნეში რეალურად გავიდა გეოპოლიტიკურ პენსიაზე. აი როგორც თანამედროვე ევროპული სახელმწიფოებები გეოპოლიტიკურ პენსიაზე თავისთვის არიან მშვენივრად არიან და აერევიან სოფლიო საქმეებში თითქმის, ხო? თუ კარზე არ მიუკავშირებს რუსეთი უკრაინიდან. ისე არ ახსენდება არაფერი. ამ დროს ესპანეთში ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ მეფე გარდაიცვალა და ტახტს უნდა აეყვანათ ან მისი ძმა, ან მისი შვილი და შვილი იყო ქალი და ეხა ქალებს ესე მარტივად მაშინ ევროპაშიც კი ტახტზე არ აყავდათ ქალები. ხო და ესპანეთში მაშინ გამოიკვეთა ორი ძალა. ერთი უფრო პროგრესულები, ლიბერალები და მეორე კონსერვატორები. ლიბერალებსაც უნდა უცნაური იყოს, ესე ვთქვათ, სამხედროები განასახიერებდნენ და კონსერვატორებს ეკლესია. კონსერვატორები უჭერდნენ მხარს მეფის ძმას და სამხედროები უჭერდნენ მხარს მეფის შვილს, ამ გოგოს და ბოლოს ეს გოგო აიყვანეს ტახტზე, მაგრამ გოგომ ვერ ივარგა. ვერ ივარგა, მე თვითონ სამხედროებმა გადააგდეს ტახტიდან და მე დაიწყეს ახალი მეფის ძიება. ეძებენ გარშევო ხა ტახტზე ვინ დავსვათ. ეძებენ არ ჩანს არავინ. უახლოესი ნათესავი აღმოჩნდა პრუსიელი პრინცი ვიღაცა, მოინდომეს პრუსიელი პრინცის დასმა ესპანეთის ტახტზე. ნუ რო გაიგო ბისმარკმა ეს ამბავი გაუხარდა, ფიქრა რომ თუ ეხლა მე ესპანეთში დასვამ პრუსიელ პრინცს, უიეს კარგია, იმიტომ რომ ფრანგებს იქ დისკომფორტი შეექმნებათ. ხო? ეს ამბავის მიდის ამბავის ჩაწყობა, მაგრამ გასკდება ეს ამბავი, სკანდალი იქნება ძალიან სერიოზული. ფრანგები გაბრაზდებიან ცხადია და ფრანგები მოითხოვენ ახსნა-გამარტებას პრუსიისგან. ახსნა-გამარტება როგორ ხდება ეხლა ეს? საფრანგეთის ელჩს დაევალება რომ მივიდეს პრუსიის მეფესთან უთხრეს რომ რაშია საქმე, როგორ გაბედეთ თქვენ? დაუშვებელია საფრანგეთისთვის ის შეურაცხყოფელია რომ მოინდომეთ იქ დაგესვა თქვენი პრინცი მეფედ იმ ესპანეთში. მივიდა ფრანგების ელჩი მოვეთ პრუსიის მეფესთან გაბრაზებულიო ეს როგორ მოხდა, როგორ გაბედეთ. პრუსიის მეფემ კიდე უთხრა მე არაფერი არ ვიცოდიო. კიდევ ერთხელ რა, მართლა არაფერი არ იცოდა. მე ბისმარკმა ქნაოდა, მე არ ვიცი, მართლა არ იცოდა. ნუ ამ ფრანგების ელჩი შეეცოდა მართლა ამ ამერიკას ასვერჩი აი უთხრა, წავიდა საელჩოში, მიწერა დეპეშა პარიზში საგარეო სამინისტროს, თქვა რომ ვესაუბრე მეფეს, მეფემ ბოდიში უმიხადა. უთხრეს რომ კიდევ კიდე ერთხელ მიდიო და უთხრა რომ ესე არ შეიძლება. კიდე ერთხელ მივიდო, უთხრა ესე არ შეიძლება. მეფემ უთხრა რომ ხო გითხარით, მე არაფერი არ ვიცოდი და ბოდიში გიხდით, მაგრამ არ მინდოდა მსგავსი რაღაცა სკანდალი და აი უთხრა ელჩმა და კიდე ერთხელ მივიდა. საელჩოში კიდევ ერთხელ წერს დეპეშას საგარეო სამინისტროს პარიზში და იქიდან მოდის დავალება რომ
კიდევ ერთხელ მიდიო და უთხარიო რომ მომავალში აღარ გაბედობს გავსი რაღაცაო. ამ ელჩმა თქვა რომ ეხლა რა უბედურებაა, მაგრამ დაიმორჩილოს ბრძანებას ეხლა ელჩი ხო მიდის და ეუბნება რომ აი შენ ეხლა აღარ უნდა ქნა მეორეჯერ და მე ფეტყვისო თავი დამანებეთო ეხლა შემეშვითო რა მე ვისაუბროთ. ეს ამბავი რომ შედგა ეს მესამე საუბარი არც თუ ისე ვთქვათ სასიამოვნო. ამ დროს ბისმარკი არ იყო ბერლინში და დაბრუნდა ზუსტად იმ დროს ბერლინში და შეხვდა ორ ესე ვთქვათ თანამებრძოლს, ეს იყო ერთი გენშტაბის უფროსი და მეორე იყო პრუსიის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროებს მაშინ უფრო პატიოსანი ხალხი იყო და ომის სამინისტრო ერქვა. ეგრეც არის, ომის სამინისტრო არ არის, თავდაცვის კი ომია. ხო და ომის მინისტრთან და გენშტაბის უფროსთან ერთად ზის, ლაპარაკობენ, რაც ლანჩი აქვთ. და ამ დროს მოუტანენ საუბრის ჩანაწერს შემოუტანენ და წელი ყველაფერი გაიმართა საუბარი შეხვედრა მეფესა და საფრანგეთის ელჩის შორის და ესა და ეს ისაუბრის. და რომ წაიკითხავთ ბისმარკი ამ ტექსტს, წაუკითხავს ამათაც და სამივენი სადია ბუნებრივია არ დგებიან კარგ ხასიათზე, იმიტომ რომ აშკარაა რომ ფრანგების ელჩი უხეშად მოექცა მათ მეფეს. და აქ ბისმარკი აკეთებს ძალიან საინტერესო რაღაცას. ეკითხება ამ ორ სამხედროებს თქვენ მაძლევთ გარანტიას რომ საფრანგეთს ომში დავამარცხებთ, ისინი უგებენ კი. აბა არ ინერვილო თქვენო ბისმარკი ეუბნება, ამას მე მივხედავ. აიღებს ამ საუბრის ჩანაწერის ტექსტს, რაღაცებს ამოშლის, კონტექსტში ეცვლის და გადასცემს ერთ-ერთ გერმანულ გაზეთს, რომელიც იყო მთავრობის კონტროლის ქვეშ. ეგეთები ბევრია, ხო? ეხა სამაში მით უმეტეს. და ეს შინაარსი შეცვალა იმგვარად, რომ წაიკითხავდი ამ შეცვლილს, იქიდან დაასკვიდი, რომ თვითონ პრუსიის მეფე მიაყენა შეურაცხყოფა საფრანგეთის ელჩს. და ეს რომ დაიბეჭდება გაზეთში ეს ისტორია, ფრანგები ახშობდებიან და ომს გაუუცხდებენ პრუსიას. როგორც გითხარით, საფრანგეთს ჰქონდა პრობლემა, რომ მოკავშირეები არ ყავდა და ერთ-ერთი ვისაც შეიძლება დაეცვა იყო ინგლისი. და ამ დროს ბისმარკმა გააშანშალა ის იარაღი, რომელიც შენახული ჰქონდა. ფრანგები ხო მოითხოვეს ბელგია. და ის წერილი მიცა ბრიტანულ პრესას. ეს წერილი დაიბეჭდა ბრიტანულ პრესაში და ინგლისელებმა თქვეს, რომ მოგვატყუა ნაპოლეონმა, ბელგია მართლა ნდომებია, ხედავთ რა შეასაქვე. დამთავრდა საფრანგეთის სრულ იზოლაციაშია. ვერავინ ვერ დაეხმარება. ომში რა თქმა უნდა გერმანელებმა დაამარცხეს საფრანგეთი. თვითონ ნაპოლეონი პირადად ტყვედ ჩავარდა. ხო, ამ ომის დროს კიდევ საფრანგეთმა იძულებით გაიყვანა ჯარი რომიდან და რომიც ბოლოს და ბოლოს დამთავრდა იტალიის გაერთიანება. გილოცავთ, რომს დაიპატრონენ იტალიელები ამ ომის წყალობით. თითი არ გამოძრევიათ ის, ფრანგები თვითონ გავიდნენ. საჭირო ომში შევიდნენ და აიღეს რომი ჩვეულებრივად. ანუ გამოიჩინოს სტრატეგიული მოთმინება. ის კისერს დაიტეხს ოდესღაც და შენმე წყნარად შეხვალ იმ ტერიტორიაზე. მოთმინება გჭირდება ხოლმე ასეთ დროს ყოველთვის. ისე და ისე სათქმელად იოლია და თან ძალიან გავამარტივე. მაგრამ ამას ჭირდებოდა ყოველფერ ცხადია. საჭირო მომენტისთვის მომზადება და გერმანია იყო მზად, პრუსია იყო მზად, ძლიერი ჯარი ყავდა. პრუსიამ შეიძინა მოკავშირეები იმ პერიოდში. საფრანგეთთან პირიქით მოკავშირეები დაკარგა და ეს გამოიყენა კარგად ბისმარკმა. ბისმარკს ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა ძალიან ბევრ ქვეყანასთან. ავსტრია როგორც გითხარით არ გაანაწყენა და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან, სადაც იყო ელჩად ერთ პერიოდი და როცა ეს ყველაფერი ხდებოდა, ეს ოტრიალებდა, მას ხადი ეჭირდებოდა ასევე რუსეთის მხრიდან ნეიტრალიტეტი, მისი არჩარევა. და არჩარევაც მარტივად მოაგვარა რუსებს უთხრა, მე ხო იცით არაფერს არ გერჩით. თქვენ რო ყირიმის ომში დამარცხდით, რუსეთი რო დამარცხდა ყირიმის ომში, ეს გადამოვლია ეს თემა ჩვენსაზე. რუსეთს აუგზალეს გამარჯვებულება ინგლისმა საფრანგეთთან პერიოდში შავ ზღვაზე ფლოტის ყოლა. და ბისმარკი ეუბნებოდა რუსებს, ეხლა თქვენ მაცადეთ და მე ხო იცით მე დაგეხმარებით ყველანაირად რომ შავ ზღვაზე გქონდეთ ფლოტის ყოლის უფლება. ანუ უყურეთ რა სიტუაცია. ბისმარკი რუსებს ეუბნება რომ ბიჭებო შავი ზღვა დამინთმია თქვენთვის და ფრანგები ეუბნებიან რომ ჩვენ ყირიმში ომში დაგამარცხეთ და შავ ზღვაზე ამიტომაც ფლოტი არ უნდა ყავდეთ. ანუ ბისმარკს ერთ-ერთი ინტერესია, ეს არის მხოლოდ გერმანიის გაერთიანება. იმაზე არის თავიდან ბოლომდე გადართული და სხვა არაფერს არ მიედმოედება და ფრანგები ძალიან ბევრს მიედმოედებიან. მიედმოედებიან რომში, მიედმოედებიან თურქეთში, შავ ზღვაში და ამის გამო ყავთ ბევრი მტერი და ბელგიას მოინდომეს და ინგლისი გადაინტერესა. აი ეს უნდა მოახდინოთ მოწინააღმდეგის დიპლომატიური იზოლაცია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე უნდა ყავდეს ჯარი იმდენად ძლიერი, როცა ჩაგვივარდება ეს მომენტი, რომ ის იზოლირებულია, უნდა დავამარცხოთ. თუ ერთ-ერთზე ომის შანსი გვაქვს მასთან, როცა მას სხვა არავინ არ ყავს გვერდით. ამას ახერხებს ეს ადამიანი. ყველა დროის უდიდესი დიპლომატი, რომლის მოღვაწეობასაც თქო უნდა არ დასრულებულა გერმანიის გაერთიანებით,
კიდევ თითქმის 20 წელი მან უკვე გაერთიანებული გერმანია მართა ძალიან კარგად. მისნაირად არაბათ არავის არაფერი არ უმართია. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია მას არ უღალატა არასოდეს ზომიერების შეგრძნებამ და როცა გერმანია გაერთიანდა მიხვდა ერთ რაღაცას რომ გაერთიანებული გერმანია ძალიან დიდია, უკვე ძალიან ბევრს აშინებს და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ გაერთიანებულ გერმანიას ესე ვთქვათ არ კონდეს იმიჯი დამშეული აგრესიული ქვეყნის. პირიქით უნდა კონდეს იმიჯი მშვიდობიანი ქვეყნის, რომელსაც არაფერი არ უნდა. ხო, ვერ შეინარჩუნეს. ანუ ისე უნდა ქნას რომ მის გარშემო, მის წინამდე არავინ არ უნდა გაერთიანდეს. და ამის საჭირო რა არის? უნდა მოიქცეს წყნარად, მშვიდად. უნდა უთხრას ყველას რომ მე აღარაფერი აღარ მინდა. მე ტერიტორიები არ მჭირდება შემეშვით. მე ძალიან საინტერესოა. როცა გერმანია ძლიერდება გაერთიანების შემდეგ ეკონომიკურად მათ შორის რა თქმა უნდა ეუბნებიან ბისმარკს გერმანელი ბიზნესმენები რომ აი აფრიკაში კოლონიები გვინდაო. და ბისმარკმა პასუხად გაუშალა მათ ევროპის რუკა და ანახა ეს არის ჩემი აფრიკის რუკაო. მოიცა უთხრეს აფრიკა არა ეს ევროპაო. არა. უყურეთ რა შეესაქმნეო. აი ჩემი აფრიკის რუკა ეს არის, რატო იცით? აი აქ ჩვენ გერმანიაო. აქ არის დიდი რუსეთი, აქ არის დიდი საფრანგეთიო. ამ ორ შორის ჩვენ გაჭყლეტილი ვარ ჩვენო. ანუ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება აფრიკაში წასვლის. იმიტომ ეგეთი გეოგრაფია გვაქვსო. როცა გარშემო მყავს ორი ბუა, აქედან საფრანგეთი არის გადამტერებული შენზე, იმიტომ რომ ომში დაამარცხე ამ ომში. აფრიკაში არ უნდა წახვიდე, აქ უნდა დაეტიო. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ამას ესმოდა ეს კარგად. მერე მის მემკვიდრეობას ვერ გაიაზრეს და პირველი მსოფლიო ომი დაიწყეს სიგიჟე, აბსოლუტური სიგიჟე. ეხლა მეორე კიდე როგორ დამთავრდა, ეს ყველა მიცით ხო? დასკვნა რა არის დასკვნა? ჩვენთვის, ქართველებისთვის. მათ შორის, ქართველებს გვაკლია ძალიან ზომიერება. ავირჩევთ ვიღაცას გავაღმერთებთ, მე მიწაშივდებთ. თავიდან ანგელოზი, მე სატანაა. ეგ როგორ კაცო? აბა სატანა ავირჩიეთ თავიდან მე ანგელოზად იქცა? არა, ხდება ხოლმე რომ, ხო, ხდება ხოლმე რომ მე რო გავდენვით სატანა, მე ანგელოზი გახდება ხოლმე. მე აუ რას ვერ ჩოვით იმ კაცს. მე გამოსხდება ანგელოზი, რა აფერი არ შეშლება ანგელოზს, რას ვერ ჩოდით, ანგელოზია. ხო, ეგეც ხდება კი ბატონო. ანუ ჩვენ ქართველები როცა აფასებენ პოლიტიკას, აფასებენ ორი თეორიით. ერთი თეორია არის დემონოლოგია და მეორე მესიანიზმი. ანუ ან დემონად ცხადებ, ან მესიად, ორი ვარიანტია რა. ეგ არის. ანუ ადამიანია რა, იმას თავის მინუსებია, პლუსებია. საბოლოო ჯამში ყველა პოლიტიკოსი ხო ადამიანია, ყველა სახელმწიფო მოღვაწე. ვერც დემონი ვერ იქნება, ვერც მესია. ჩვენ მესიას ველოდებით ყოველთვის. მესია ხან ამერიკაში უნდა აირჩიონ. ხან რა ვიცი თურქეთში ხან თურქეთის არჩევნებს გვაქვს, ვინ მაიმარჯვებს. ხან გერმანიაში უნდა აირჩიონ, ხან ყველგან მესიას ველოდებით ხოლმე. ანუ ჩვენი მესიების იმედზე აღარ ვართ. ხა დასავლეთში რომ მესია მოვა, იმის იმედებზე ვართ ხოლმე რა, ესაა ძალიან ცუდი ალბათ. რუსეთში მესია როგორ მოვიცით? ჩაქნეული გვაქვს ხელი. თუმცა იყო ნავალნი გვეგონა მესია. იყო ეგეც. რა დაიმართა? ხო. აი, შეკითხვები? ნუ თავისთავად იგონათ მაინც ძლიერი საკმარისად. იმდენ ძლიერი რომ გერმანელებს ომს მოუგებდნენ. ეს ერთი. და მეორეც მოგვიყვეთ რა შეასაქმე. საფრანგეთი ამ დროს არის და პრინციპში დღემდე არის ალბათ ყველაზე დიდი კათოლიკური სახელმწიფო. და მას მიეშთა რომ ისე ვთქვათ, მისი თავმოყარეობის პრესტიჟის ამბავი იყო, რომ რომის პაპს ჩემი ჯარი იცავს. ამ ხელგანაცხადია, ხო? ნუ ეხლა ალბათ შეიძლება ჯარი გამოიყვანა, ჯობდა გამოიყვანა, სხვა შორის იმ დროს საფრანგეთის სამეფო კარზე გამოკვეთილი იყო ორი პარტია. ერთი პარტიას წარმოადგენდა ჟერომი, ვინც იდეაში უნდა ყოფილიყო მემკვიდრე ნაპოლეონ მე-13 ტახტზე ვინც უნდა ასულიყო, მაგრამ ვერ ავიდა, იმიტომ რომ დამარცხდა საფრანგეთი ამ ომში. დაამხეს ლუი ნაპოლეონი და მე რესპუბლიკა გამოცხადდა. და ის ემხრობოდა იქიდან ჯარის გაყვანას. მაგრამ მეორე პარტია იყო ძალიან ძლიერი, რომელიც ლიდერიც იყო ნაპოლეონ მე-13-ის ცოლი. ის ამბობდა, რომ არა, კათოლიკეობა ეს დიდი ფასეულობაა და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რომ რომის პაპს ჩვენი ჯარი იცავს. და ლუი ნაპოლეონმა სიყვარულით მოიყვანა ცოლი და ამიტომაც ცოლის მხარეს იდგა.
ნუ სხვა შორის ერთი ძალიან საინტერესო სიმღერა აქვს იმას პუგაჩოვას. ეხლა გაქცეულია რუსეთიდან და სიმღერის ტექსტი არის გენიალური. ყველაფერი შეუულიათ მეფეებს, მაგრამ სიყვარულით ქორწინება არ შეუძლია არც ერთ მეფეს. მეფემ ყოველთვის უნდა იქორწინოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე. სიყვარულით ქორწინება, აი ლუი ნაპოლეონს სულად დაუმთავრდა. და ძალიან სულად დაუმთავრდა კი ნიკოლოზ მეორეს, რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს დახვრიტეს ოჯახიანად. ხო. რომელი? მაგათმა შექმნეს ეს ტრადიცია. ავსტრიის იმპერია სწორედ მაგის წყალობით იზრდებოდა, რომ მოყავდა ცოლად ის, ვისაც მოყვებოდა ზითევად ტერიტორია. ხო. და სულ ერთმანეთში ნათესაური ის ქონდათ, კი ბატონო, ხო, გასაგებია რაც. ხო და მაგათმა შექმნეს აი ეს დამოკიდებულება, რომ ხა მეფეს ცოლი თუ მოყავს, თუ უყვარს ვინმე, ისე ყავდეს. მაგრამ ცოლი მოიყვანოს ისეთი, რომ ზითევად მოყვება ტერიტორია, ან ალიანსი მოყვება სერიოზული მზითებში. ანუ მეფეს არ აქვს ფუფუნება, რომ იზრუნოს თავის პირად ცხოვრებაზე ჯერ და მერე სახელმწიფოზე. ჯერ სახელმწიფოზე უნდა იზრუნოს. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ისე ყავდეს რა. არა უცებად ცოლად ყავდეს. ესეთ მიჩნეულ ის იყო დამოკიდებულება მაშინ. ლუი ნაპოლეონს ჰქონდა მცდელობა, რომ ის როგორც ბიძამისმა მოახერხა, ცოლად მოიყვანა ავსტრიის პრინცესა. რატომ? რომ შვილი ყოფილიყო სანახევროდ მაინც სამეფო სისხლის ჰაბსბურგი მოიყვანა. ხო და ამან ვერ მოახერხა. მისმა ძმისშვილმა. მე სიყვარულით მოიყვანა, ამიტომ ცოლი ესპანელი იყო ერთი. სამაგიოდ ამ ჟერომს, ვინც უნდა რომ ტახტზე ასულიყო მის შემდეგ, ცოლად შეერთო სარდინიის პრინცესა. უთხრა რომ შენ მაინც გეყოლება სამეფო ჯიშის ესე თქვა ქალი ცოლადო რა, სისხლის. ხო, ეგ იყო. ანუ მაშინ ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო ეს დინასტიური ლეგიტიმურობის საკითხი. და რა თქმა უნდა, ეს დინასტიური ლეგიტიმაცია ჰქონდა სულ რამდენიმე ოჯახს ევროპაში. ეს იყო რა თქმა უნდა, ვინ? ჰაბსბურგები, ავსტრიის იმპერია, პრუსიის ჰოჰენცოლერნები, ნუ რომანოვები რუსეთში გასაგებია და ესე იყო იტალიაში სავოიას ხაზი იყო რა, სავოიას დინასტია იყო. ხო და ესენი გადაბულები იყო ერთმანეთზე ყველა ნათესაური ქორწინებებით. თქვენ რომ აი ალბათ შეიძლება გინახავთ, ბევრ თქვენგანს გინახავთ პორტრეტი გვერდ-გვერდ განან ნიკოლოზ მეორე და ჯორჯი ინგლისის მეფე გაჭრილი ტყუპისცალებით გვანან დეიდაშვილები იყვნენ. ტყუპისცალებით გვანან ერთმანეთს. ნიკოლოზ მეორის ანუ უკანასკნელი იმპერატორის რუსეთის ცოლი იყო გერმანიის იმპერატორის ალალი ბიძაშვილი ალექსანდრა და ამავე დროს ეს გერმანიის იმპერატორი იყო ნიკოლოზის გარე ბიძაშვილი. და ნიკოლოზი იყო ამ დროს დეიდაშვილი ინგლისის მეფის. ხო, ანუ ესე იყო გადაბულნი ყოველ ერთმანეთზე. ყველა აბსოლუტურად. შედარებით ცოტა მოწყვეტილი იყო რაღაც დონეზე, ამათთან ისა ავსტრიის საგვარეულო ხაზი, რაც უნდა უცნაური იყოს, იმიტომ რომ არ დაემთხვა იმ პერიოდში რა. საერთო ბები აყავდათ ამას და იმას და რაღაც ასე. საგიჟეთი იყო ჩაულებრივი მოკლედ ხო. ერთმანეთს ნათესავები ყველანი. ხო და რო აღიღო სიტყვაზე გენეტიკურ ანალიზი რო აღიღო ნიკოლოზ მეორისთვის, იქ ალბათ რუსულ სიცხლე არ იქნებოდა საერთოდ. საერთოდ. სულ გერმანელი რუს მეფეებს მოყავდათ ყოველთვის როგორც ეს გერმანელი ცოლი. დედამისი იყო დანიელი, ნიკოლოზ მეორის დედა. იქამდე სულ გერმანელები როგორც წესი. იმიტომ გერმანია ახლა დაშლილი იყო, ბევრი პრინცესა იყო რა. და ხოლმე გათხოვილი იყო პრინცესა სადმე. და მიიღავდა ყოველთვის რუსეთის მეფეს პრინცესა ცოლად. არ იყო პრობლემა. ბაგრატიონებში წარებდებოდა. ბაგრატიონებში? ჩვენ ვერ გავდივოთ რეგიონში, ხო, რეგიონში. კი, აქეთ ვიყავით როგორც წესი, რა თქმა უნდა. ანუ რა თქმა უნდა ეს მომენტია, რომ ცოლად მოიყვანე ის, ვინც გაწყობს. ვიღაცთან კარგი კავშირი, თუ მიწა მოყვება, თან უკეთესი და ფული ყველაფერი შეიძლება მოყვებოდეს, ხო, რაზე ასაობ ახლა. მაშინ უფულო ის მეყავდათ ცოლად, მით უმეტეს ამ იმაში. ხო, კაი, შეკითხვა კიდე? აი, აწავედი ამ შენი შეკითხვისგან, ხო, უყურებ. ნუ ეს გავიგე ხო? არა, ეს გავიგე. მე რეალურად მე მას ჰქონდა მცდელობა ფრანგეთთან შერიგების. მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ერთ ფრანგულ მთავრობასთან რომ დალაგდა, მე გარჩენებით შეიცვალა ეს მთავრობა და ახალი მოვიდა. ხო და დაიღალა ეს კაცი დალაგებებით რა. საფრანგეთში იმიტომ რომ რესპუბლიკა დამყარდა ამ ომში დამარცხების შემდეგ, ეს იყო მესამე რესპუბლიკა, მთავრობები ძალიან ხშირად იცვლებოდა. ხო და ეს დაიღალა დემოკრატიასთან ურთიერთობა, ეს მიჩვეული იყო მონარქიებთან ურთიერთობას. დალაგები მონარქთან დამთავრდა ყველაფერი. მე გარკვეულია. ხო და მე მით უმეტეს მისმა მემკვიდრეებმა ძალიან აურიეს ყველაფერი და გაიფუჭა საფრანგეთთან ურთიერთობა უფრო მეტად ვიდრე იყო მის დროს.
თუ იყო შანსი შერიგების, უბრალოდ მის მერე ვინც მართეს გერმანია, იმათო კიდევ უფრო გააფუჭეს ყველაფერი. შესაბამისად, ის რო დარჩენი იყო, მე მგონი ფრანგებს გაუქრებოდათ ასე თუ ისე რაღაც შურისძიების სურვილი. მით უმეტეს რომ პირველ მსოფლიო ომის წინ ისე იყო გადაბმული ევროპა ერთმანეთზე, რომ დასავლეთ ევროპაში, ანუ რუსეთის გამოკლებით, მით უმეტეს თურქეთის გამოკლებით, ერთმანეთთან დადიოდნენ პასპორტის გარეშე ჩაულებრივად. უპასპორტოდ. თავი მქონდა ისე ჩეკები მქონდა, traveler check მქონდა, იმით დადიოდნენ. რა, და კეში არ დაქონდა, ჩეკებით დადიოდნენ ხოლმე რა. ისე დონეზე იყო ინტეგრაცია. პირველ მსოფლიო ომი რო დაიწყო, ფრანგები კეიპობდნენ ბერლინის კაფეებში, გერმანელები პარიზის კაფეებში. ჩაულებრივად. ნუ ეს გაუგებრო იყო აბსოლუტური პირველ მსოფლიო ომის დაწყება. არავის არ უნდა რეალურად. და არავინ არ ელოდებოდა რომ 4 წელი გაგრძელდებოდა. ყველა ელოდებოდა რომ 2 კვირაში დავლაგდები და გავაგრძელებთ ცხოვრება ჩაულებრივად. გამოვიდა რომ არა, ბებია თქვენისა. იმის მერე ევროპა ვეღარ იქცა იმ ევროპად რომელიც იყო მანამდე. გერმანია იმდენად ძლიერი იყო ეკონომიკურად, რომ ჩვენთანაც კი ვიგრძენით. ჩვენთან ერთ-ერთი Siemens-ი ფირმა ხო ვიცით, ერთ-ერთი ძმა Siemens-ი აქ არის დამარხული. გერმანელებმა აშენეს და ნობელებმა სხვა შორის. პირველი მსოფლიოში ნავთობსადენი ბაქო ბათუმი. და ზემელი ხო იცით ვინც იყო? გერმანელი მეაფთიაქე, ხო. ანუ გერმანელებმა ამ ეკონომიკური ექსპანსიის წყალობით აქაც კი შემოაღწიეს. საქართველოში შემოაღწიეს. ანუ იმდენად ძლიერი ეკონომიკური ძალა იყო გერმანია პირველ მსოფლიო ომის წინ. და ბატონო? ხო, თავიანთი სიგიჟეებით ყველა გადაიკიდეს, რუსეთის გადაიკიდეს, საფრანგეთის გარდა რუსი გადაიკიდეს, ინგლისის გადაიკიდეს. მოახერხეს ის, რომ ორი დაუძინებელი, უფრო ეს სამი ერთმანეთის დაუძინებელი მტელი გაერთიანეს მათ წინააღმდეგ. ანუ ინგლისი საფრანგეთი იყო მტრები დიდხანს გაერთიანეს მათ წინააღმდეგ. უფრო მეტი მტრები იყვნენ კიდე რუსეთი და ინგლისი ეგენს გაერთიანეს მათ წინააღმდეგ. თავით სისულელით ამას მიაღწიეს. თავი ჩაიყენეს თვითონ დიპლომატიურ იზოლაციაში. ანუ ომი რო დაიწყო, ავსტრიის გარდა მოკავშირე არ აღმოაჩნდათ. იტალიაც კი გაექცათ. ვინ მეორე? ხო, იმ მეორემ თავისი ამბიციურობით და არაადეკვატურობით მოახდინა ეს ყველაფერი. ომი მას როგორც ასეთი არ უნდოდა, ოღონდ კაცი ვერ ჩამოყალიბდა რა, ხარას მიედებოდა ხანრას და არასტაბილური ლიდერი ძალიან საშიშია. მით უმეტეს როცა მართავს სოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოს. ეხლა რომ მართავდეს რაღაც სიტყვაზე, რა ვიცი. მალტას, ხო. არაფერი არ იქნება, ხო, მაგრამ ეხლა მაშინდელი გერმანია იყო სოფლიოში მეორე მესამე სახელმწიფო და ეხლა ძალიან დიდი ძალაა და იმის ლიდერი ვაფრენს. ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ არ იცი რა უნდა. როცა არ იცი რა უნდა, ეს ყველა საშიშია. პირველ მსოფლიო ომის წინ ყველაზე იცოდნენ ვის რა უნდოდა. ინგლისს უნდა ბალანსი დარჩეს ევროპაში როგორც იყო. ხო. რუსეთს უნდა რომ ესტამბული წაართვას თურქეთს მაგაზე დღენია და ხო. საფრანგეთს უნდა რომ იქნებ დაიბრუნოს ეს გერმანიისთან დაკარგული ტერიტორიები, ელზასია, ლორენია წაართვა ბისმარკმა. გერმანიას უნდა ვერ გაიგეს. რას მიედებოდებოდა? ყველგან მიედებოდებოდა, ხო? ისე თურქეთი ვახსენეთ და ოსმალები მაგ დროს რატომ არ ერეოდნენ, რატო? მაგის თავი არ აქვთ. აქეთ ერევიან მათ საქმეებში. ანუ ორი ვარიანტია, ან შესაქმეებში ერევიან, ან შესაქმეებში ერევი. ან სხვა საქმეში შენ ერევი. მაინც ინტერესი ექნებოდა რომ ევროპაში შეენაცვლებინა გარდაჭერა. თუ გერმანია უკავებდა შავ ზღვას, ძალიან სუსტია და არის იმის იმედად, რომას დაიცავენ რუსებისგან, იმიტომ რომ რუსეთს უჭირავს თვალი მის ტერიტორიაზე იციან კარგად, გეოგრაფიის გამო, თორე ისე რატომ ერჩო რუსეთი მათ, ხო? გეოგრაფია მთავარი გასაღები და ესე თქვათ ამოხსნა ყველაფრის. და როგორც წესი იმედი ჰქონდათ ინგლისის ამ საქმეში. საფრანგეთისაც, მაგრამ მთავარი მაინც ინგლისი იყო. ხო და ჩარევა კი არა, პრინციპში მათი ჩარევა ევროპაში დამთავრდა მას შემდეგ, რაც აი ვენასთან რო წააგეს ომია დაიხიეს, მე რო უკან მე რაღაც უფიქრიათ მაგაზე. ხო, საერთოდ არ განიხილებოდა მათი მხრიდან თითქმის. ხო, ჩამორჩნენ ტექნოლოგიურად ძალიან ჩამორჩნენ. ანუ ერთ პერიოდი თუ ეს მუსლიმანური სამყარო განვითარებული იყო კარგად, მე ჩამორჩა ძალიან ტექნოლოგიურად, ევროპამ ძალიან გაასწრო. ხო, ჩამორჩენილობის? აი ეგ მან მე ვერ მიდიوار ესე შორს ვერ მიდიوار სხვაში მაგაზე ძალიან საინტერესო ისა თეორია აქვს კობერიძეს და კიდევ ერთხელ მოიწვია და კითხეთ. თუ გაამხელს. ჩემთან არ თქვა ეს თეორია. თუ საჯაროდ არ ვიცი, კამერის წინ ვიტყვეთ. გეტყვით მის თეორია ერთად ეს არის რომ ისლამმა შეზღუდა ძალიან ქალები.
და მათი ენერგია ჩაკეტა ხელოვნურად. ხო, ის უფრო კარგად მოსცემს ამას. და როგორ ერთიანება ტექნოლოგიურ ჩამორჩენილობას? არა, ამ შენ კეტავ ხელოვნურად. ჩამორჩენილობა ხენ მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს კეტავ, ხო, არაძლევ იმას თავის გამოჩენის საშუალებას. ერთ-ერთი ეს არის, სხვა რაღაცებს იქნებოდა, რა თქმა უნდა. ეხლა მე უბრალოდ არა ვარ მაგის სპეციალისტი, რაც არ ვარ იმას არ მინდა სერიოზული მსჯელობა, რაც არ ვიცი კარგად. რაც ვიცი, რამდენიმე რაღაცა შემიძლია საუბარი, მაგრამ აქ ვერ შევალ, რატომ ჩამორჩა, არც ეკონომისტი ვარ განათლებით, არც ანთროპოლოგი და ასე შემდეგ, რა. რაღაცა ცივილიზაციური თემები ალბათ არის. რა თქმა უნდა, მათ შორის აი ეს მიზეზი შეიძლება და სხვა რაღაცეებიც კი. ამასთან დაკავშირებით შემიძლია რაღაცა ვქვა. ჩემი აზრით ისლამურ ქვეყნები იმიტომ ჩამორჩნენ ტექნოლოგიურად განვითარებაში შემდეგ, იმიტომ რომ ტექნოლოგიის განვითარებაში მათ ასე ვთქვათ ფუძე ჩაუყარს. მაგალითად თუ ავიღოთ შუა საუკუნეებში, სადაც ჰიგიენა ევროპაში და სხვა კონტინენტებზე იმდენად არ იყო გავრცელებული. ამათ ჰქონდათ. ისლამურმა ქვეყნებმა ჩაუყარეს ამას საფუძველი, რომ ისინი იყენებდნენ ყველაფერს. ევროპელი მეფეები ძველ პერიოდში, როდესაც არც კი ბანაობდნენ და მართალია. იყო ბევრი მეფე, რომლებსაც ცხოვრებაში ორჯერ ჰქონდათ ნაბანაობი და ამას ცდილობდნენ, რომ სუნამოებით გადაეფარათ. ამ დროს ამიტომ მოიგონეს სუნამოები საფრანგეთში ძირითადად. იქ მაგდო განვითარდა. სიმკრალი რო გადაეფარათ, სუნამოებით იფარავდნენ რა. ამ დროს ისლამურ ქვეყნებში თავად ჰიგიენას ძალიან დიდ ყურადღებას ეცემდნენ და როდესაც ასე ვთქვათ ეს საწყისი ბაზა ჩაუყარეს ამ ისლამურმა ქვეყნებმა, შემდეგ უკვე ევროპელებმა და სხვა ხალხმა განავითარეს ეს. იცი რა, ერთ-ერთი არის კიდე ახლა ძალიან მოვისაწყლე თავი. თეორია ერთ-ერთი არის კიდევ რომ ევროპაში იყო ბევრი პატარა სახელმწიფო. და ისინი ბევრი სახელმწიფო ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ რა. და ამ კონკურენციამ განაპირობა კიდე ესე ვთქვათ განვითარება ტექნოლოგიური და აქეთ ამ იმპერიამ თურქეთის იმპერიაში არ იყო შინ კონკურენტი გარჩევა ძლიერი არ ყავდათ. დამაცობაში ევროპა ერთმანეთში ომობდნენ და ამ ომების დროს განვითარდნენ რაღაცები იპოვეს, აღმოაჩინეს და ამან განაპირობა. ეგეც არის თეორია. ბევრი მიზეზია ცხადი ეხლა მარტო ერთ მიზეზი არ არსებობს ხოლმე ჩამორჩენილების და განვითარებების, ხო, განვითარების. ერთ-ერთი მიზეზი ჩამორჩენილობის თვითონ ევროპის შუა საუკუნეებში ის შემიძლია მაგალითად მოვიყვანოთ რელიგიური კონსერვატიზმი რა. ფანატიზმი ნებისმიერ თავისთავად ცხადია ჩამორჩენილობას უწყობს ხელს. ეხლა 30 წლიანი ომი რო ავიღოთ ჩვენ, ეს იყო სიგიჟე აბსოლუტური. როცა კათოლიკები და პროტესტანტები ერთმანეთს ხოცავენ, რის გამო ხარ? რა განსხვავება მაგათ შორის ეგეთი? გულიერის მოგზაურობაში არის გენიალური გადაობა მაგ თემაზე. გულიერის მოგზაურობაში პირველი მისი ვიზიტი არის ლილიპუტებთან. ლილიპუტები არიან მთელი ცხოვრება, რაც თავი ახსოვთ, ჩაბმული ომში ბლეფუსკოსთან, რის გამო? ბლეფუსკო კვერცხს ტეხს მახვილი ბლაგვი კუთხიდან და ლილიპუტები კვერცხს ტეხენ მახვილი კუთხიდან, ვერთან ხვდებიან ამაზე, რომელია სწორი. ანუ ეს გადაობა იყო იმაზე, რომ იმდენად უმნიშვნელოა განსხვავება პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის, როგორც კვერცხის გადახვის ხერხი რა, რომ ამის გამო ომბენო, ანუ სიგიჟის გამო ომბენ ერთმანეთთან. სამუშკეტერშია გენიალურად კიდე წაიკითხეთ აუცილებლად, მაგარი წიგნია ძალიან. ფილმები არ ნახოთ, ყველა კრეტინობა არც ტერორია. ეხლა ბოლოში გადაიღეს, აი აბსოლუტური მარაზმია. არ გაეგაროთ, გთხოვთ რა, უმორჩილესად. ანუ სამუშკეტერში არის ერთ-ერთი პერსონაჟი, პორტოსის მსახური. ის ხო ისე ერთად. მუშკეტონი ქვია პორტოსის მსახურს და დარტანიანს უყვება მამამისის ისტორიას, როგორ ირჩენდა მამამისი თავს. როგორ ირჩენდა თავს, გავიდოდა გზაზეო. ხო და დაინახავდა გამომვლელსო, კითხავდა კათოლიკე ხო პროტესტანტიო და თუ კათოლიკე იყო, უცებ მამაჩემში პროტესტანტი იფეთქებდაო და მოკლავდაო, გაძარცვავდაო. თუ პროტესტანტი იყო, უცებ მასში კათოლიკე იფეთქებდაო და მოკლავდა, გაძარცვავდაო რა. ანუ ესეთ დონეზე იყო ეს რელიგიური სიგიჟე ევროპაში, მათ შორის საფრანგეთში, წარმოიდგინეთ, ხო? ეხლა ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს ისლამისტები ჩამორჩენილები არიან, ეხლა როდესაც ქრისტიანები ერთმანეთი ხოცეს რის გამო ეხლა სალაპარაკო საერთოდ რაზეა, ხო ვის ჩამორჩენილობაზეა? ის დროს? ნათლობის დროს? ხო, ეგ ხო, მათ შორის ეგეც არის. ხო, მათ შორის ეგეც არის, ხო. დღემდე მიდის მაგას ხო ეგ. ხო და შესაბამისად ეხლა დასაცინი მე მგონი არავის არაფერი არ ჭირს და მე ყოველთვის წინამდე გიგვა რომ ვიღაცა რო აყენებს სხვაზე მაღლა თავის თავს, აი არასდროს არ მომწონს რა. შენ მაღლად გახარ თუ რა სხვაზე, ეს მო გააწყვეტონ სხვებმა რა, შენ უასწავლე სხვებს ჯგუას. ხო და საწავედით ახლა რელიგია, ხო, ეს არის ფანატიზმი, ბუნებრივი არის ყოველთვის ჩამორჩენილობა. ეს აპრიორი ეგრეა, ნებისმიერი ფანატიზმი, რელიგიური თუ არარელიგიური. მოდი ამ რელიგიურმა ძალიან ბევრი ადამიანი შეიწირა.
ახლა ადამიანს ხო უყურებთ რამდენი უარყოფითი ემოცია აქვს ზოგადად. ჩამოთვალეთ რამდენი უარყოფითი ემოცია აქვს ადამიანს. შური, ბოღმა, სინანული, შიში. რამდენია? ძალიან ბევრია. და უფრო მეტია დადებით. ანუ ადამიანს ისეთი უბედური ისტორია აქვს. ანუ კაცობრიობის ისტორია იმდენ უბედურია. რომ შენ შემოგჭა კაცდებით მეტი უარყოფითი ემოცია, მინდვე დადებითი. უარყოფითი შეიძლება 20-მდე დავასახელოთ ალბათ. დადებითი ძალიან ცოტა ალბათ. ეს არის ალბათ გამოძახილი იმისი, რაც კაცობრიობამ გამოიარა. ეხლა შიმშილის პრობლემა რეალურად ბებიებს და ბაბუებს თქვენსაც ალბათ ყავდათ დიდხანს გამყოფთ, იმყოფთ თქვენთან კარგად. ხო გეუბნებია რომ ბოლომდე რომ შეჭამო საჭმელი. ხო გეუბნებია რომ ცხიმიანი საჭმელი უნდა ჭამო, ცხიმიანი. რატო? იმათ შიმშილი ახსოვთ. და მიაჩნიათ რომ ცხიმები უნდა მიიღო ბევრი, ყველაფერი უნდა ჭამო ბევრი რაც არის. იმიტომ რომ შიმშილი ახსოვთ იმ ხალხს. ხო, სუქანი კარგია. ხო, მე 90-იანი მახსოვს და ამიტომაც დღემდე მაქვს ხოლმე გართულება რომ საჭმელი რჩება სუფრაზე სინანული თუ ყურებ. იმიტომ რომ მახსოვს 90-იანი წლები და ეხლა წამოვიდგინე ვინც გამოიარა მეორე მსოფლიო ომის დროს კიდევ არის შიმშილი, ხო? თუ გაინტერესებთ პური თუ არის პური მოიტანე ეს შიმშილის გამოძახილია. ნახეთ გაასარევი ფილმი და გაასარევი წიგნი არის მე ვხედავ მზეს როგორ შიმშილობენ ქართველები მეორე მსოფლიო ომის დროს მიდის ორი საწყალი ბავშვი ერთ-ერთი ბრმა ხატია ქვია და მეორე ქვია მას დამავზა ზურიკა ქვია ხას ხო მიდიან რომ სოსოია ხო მიდიან რომ გადაცვალონ ძველი ტანსაცმელი სიმინდში ანუ ჭადი გამოაცხონ ჭადი ელემენტარული სხვაზე არა საუბარი ხორცი რა ხორცი ეხლა წამოვიდგენ თქვენ ბავშვებო მეორე მსოფლიო ომის დროს მადლობა ღმერთს ჩვენ ტერიტორიაზე ომი არ ყოფილა. განსხვავებით იქ ბალტიისპირეთი, რუსეთის ნაწილი, უკრაინა, ბელორუსია, რომელიც გაჩანაგდა ორჯერ, ჯერ გერმანელები შევიდა, მე წითელი არმია შევიდა, წამოიგრები მოხდა, ხო? აქ ეგ არ მოხდა. მაგრამ აქ შიმშილი იყო ესე დონეზე, რომ აი ბებიებს და ბაბუებს დღემდე ისახ, თუ პური უნდა იყოს სახში. ხო. იმიტომ პური არის ელემენტარული დანაყრების, რომ შიერმა არ დაიძინო. ხო და ამიტომაც არის რომ როცა კაცობრიობას ეხლა დანაყრების პრობლემა ეხლა მოეხსნა, საერთოდ რაზეა საუბარი? ჩვენ ვართ ადამიანები ძალიან უბედური ისტორიის მატარებელი ჩვენს თავში. ნორმალური ცხოვრება მოვიდა ეხლა შედარებით. რამდენი აწლეულია შეიძლება ითქვას. ხო. კითხვები თუ არა, მადლობა დიდი.